დღეს რასაც აქედან რომ გახვალთ, თან წაიღებთ, პირველი ეს არის ზუსტად გეცოდინებათ ენერგიის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი მექანიზმი და ამ თემის აქტუალობაზე მიიღებთ ინფორმაციას, რატო გახდა თანამედროვე რეალობაში ეს თემა აქტუალური, ვისაც ბებია ბაბუები ცოცხალი ყავთ, ალბათ ხშირად ამბობენ ისინი, რომ რა გჭირთ, ახალგაზრდები ხართ. რატო ჩამოგტერით, ანუ უკვირთ ხოლმე ხშირად, რომ მიუხედავად ასაკისა, ენერგეტიკული დეფიციტი გვაქვს, იმიტომ რომ ისინი როგორც იხსენებენ თავად, ჩვენს ასაკში სიცოცხლით და ენერგიით სავსე იყვნენ. ამიტომ ნახავთ რა განსხვავებაა. რითი განსხვავდება ახალი თაობა, ახალი ეპოქა, აი ძველი რეალობებისგან, რა იწვევს ამ ენერგეტიკული კრიზისის და ეგრეთ წოდებული ქრონიკული დაღლილობის განცდას, როდესაც სულ დაღლილი ვართ, შვებულებაშიც დაღლილი ვართ. შაბათ-კვირასაც დაღლილი ვართ, მუშაობის დროსაც დაღლილი ვართ. ხო, ამას ნახავთ. ანუ გეცოდინებათ ზუსტი მექანიზმი და მეორე, რასაც აქედან წაიღებთ, არის დიაგნოსტიკა, გადაამოწმებთ ამ ეტაპზე, დღეს, მიმდინარე პერიოდის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშია თქვენი ელემენტი. ანუ რამდენი გვაქვს ენერგია სისტემაში. ამისთვის დაგჭირდება მე პროცესში ტელეფონები და QR კოდით გავაკეთებთ ტესტს. რომ რაღაც სასარგებლო წაიღოთ, პატარა სკრინინგი საკუთარი თავის გააკეთოთ. ეს არის სულ დანარჩენი რაღაც კითხვები, რაც გაგიჩნდებათ, შემდეგ ჩაუჯდებით ან სხვადასხვა ChatGPT-ის, Gemini-ის და მიიღებთ კითხვებზე პასუხს. თავარი რომ მექანიზმი იცოდეთ და დიაგნოსტიკის შედეგები აქედან გქონდეთ. კარგით, ჩემი სახელია მაია, 1 საათის განმავლობაში გვექნება ინტერაქციული ფორმატი და შემდეგ უკვე რამდენიმე კითხვა რაც გექნებათ იმ კითხვაზე მიიღებთ პასუხებს, რის შემდეგაც დავხურავთ ჩვენ შეხვედრას. მოდით პირველ რიგში გადავამოწმოთ, რამდენად სწორად მოხვდით შეხვედრაზე. გადავამოწმოთ, ხო არის შემთხვევა, რომ რაღაც ლექციაზე მიდიხარ და მე აღმოაჩენ ლექციის ბოლოს, 2 საათის ბოლოს, რომ ეს თემა ჩემთვის არ იყო, ეს რო არ დაგვემართოს, წინასწარ გადავამოწმოთ. მზად ხართ? თუ შეგვიძლია რომ ეკრანი ოდნავ არ ვიცი რამდენი შეიძლება ჩავაქროთ შუქი. თუ ჩანს ეკრანი ყველასთან. კი ბატონო. მაშინ პირველი ტესტი, რამდენად სწორად მოვხვდით ვორქშოპზე, არის შემდეგი. ხელის აწევით, ისე რომ ყველამ დავინახოთ, ხო უკანაც ვინც ხართ, მანიშნეთ, რამდენ თქვენგანს ქონიათ ბოლო 6 თვის განმავლობაში შემთხვევა, როდესაც დილას იღვიძებთ უკვე დაღლილი. მე მგონი დღეს რჩებით გაკვეთილის შემდეგ. 2 საათი. კი ბატონო. ამ მდგომარეობას თან ფსიქოლოგიების ენაზე ქვია ენერგეტიკული კრიზისის მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული ყოფით ენაზე ვეძახით დაქანცულობას, ძალღონე გამოცლილობას, ზოგჯერ ამას ვეძახით, რომ გამოწურული ლიმონის მდგომარეობაში ვარ, ესეთ ფრაზაც ალბათ ხსმენიათ. და ალბათ, როდესაც ვიცხელი აიწიეთ, გადავამოწმებ, ალბათ, როდესაც დილას იღვიძებთ, როდესაც თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის ელემენტი ენერგეტიკულად არის პირობითად 20%-ზე, ანუ წითელს ანთებს. ალბათ რეკავთ სამსახურში და ეუბნებით, რომ იცით, დღეს 20%-ზე ვარ და არ მოვალ სამსახურში. ან ურეკავთ, არა? არა, მაინც მიდიხართ. და მაინც ასრულებთ ყველა ამოცანას? მერე სამსახურიდან სახლში ბრუნდებით, იქაც ასრულებთ სამუშაო ამოცანებს? კი ბატონო. მაშინ ჩამჭრელი კითხვა. თუ დილას ვიღვიძებთ ენერგეტიკულ კრიზისში 20%-ზე, კითხვა ჩდება, ლოგიკური კითხვაა, ხო? თუ ტელეფონი მიჩვენებს 20%-ს და მე მაინც მთელი დღის განმავლობაში ვრეკავ, ამოწმებ ელექტრონულ პოსტას და ასე შემდეგ და მაინც მუშაობს, ტელეფონის შემთხვევაში გასაგებია, რომ ეს არ ხდება ესე, მაგრამ თქვენ შემთხვევაში საიდან მოგაქვთ ის 80% ენერგიის? მთელი დღის განმავლობაში მაინც მუშაობთ, მაინც აკეთებთ ამოცანებს პირად ცხოვრებაში, მერე სამსახურიდან სახლში შვილები, მეუღლე, ძაღლი, ფსიქიკის ხარჯზე. ტკბილეული, ფსიქიკის ხარჯზე. გარემო ხალხი. როგორ? ხო, მაგრამ რამდენი მუსიკა უნდა მოусმინოთ, რომ 80%? რა მუსიკას უსმენთ ჩვენს გითხარით? 80%. კი ბატონო, 80% ენერგიის წარმოიდგინეთ. ანუ დისციპლინა, ანუ თავს შემოუძახოთ, როგორც ძველი თაობა იტყოდა. თვით ძალადობა, როდესაც ჩვენ თავს ვონებით, რომ ეხა შენ მაგის, შენ ეხლა დაღლის უფლება არ გაქვს, შენ ეხლა ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს, უნდა ადგე და უნდა შეასრულო ყველა საჭირო ამოცანა. ესეა? კი.
ამაზე ძალიან მოკლედ რომ ვუპასუხოთ, ცოტა უფრო სხვა პრიზმიდან რომ შევხედოთ ამ თემას. პასუხი არის ესეთი. ჩვენ ფსიქიკას და სხეულს აქვს არაჩვეულებრივი ფუნქცია, განსაკუთრებით სანამ ახალგაზრდები ვართ და ფსიქიკა და სხეული არ არის გაცვეთილი, ჯერ სესხად აიღოს მაღალ პროცენტში ის საჭირო ენერგიის 80% ჩვენი მომავალი სიცოცხლიდან და ჯანმრთელობიდან. ანუ კრედიტები მარტო ბანკში არ გვაქვს. მათ შორის ჩვენი ჯანმრთელობიდან. სესხად აღება იმას ნიშნავს, რომ 30 წლამდე კუჭი არ იცოდი სად იყო და რო ამბობდა ვინმე რომ კუჭი მტკივა, ფიქრობდი რომ ეგ რაღაცა. სახსრებს რო ამბობდა დედა რომ სახსრები მტკივაო, საერთოდ არ იცოდი ეგ რა იყო და გიკვირდა და 30 წლის შემდეგ აღმოაჩინა რომ სახსრებიც იცი სად არის ბიოლოგია იცი პირდაპირ მნიშვნელობით რეალურ პირდაპირ ვთქვათ მაგალითებით, ხო? იქამდე ბიოლოგიის წიგნში ქონდა ნანახი კუჭი ფილტვი და ღვიძლი და აღმოაჩენა რომ ფსიქოსომატურად ეს სესხი რომელიც მომავალ ჯანმრთელობიდან და სიცოცხლიდან აიღო ჩვენმა ფსიქიკამ და სხეულმა, ის ადრე თუ გვიან თავის შედეგებს სხეულის და ფსიქიკის ცვეთის ფორმით ის იღებს. უხეშად რო შევხედოთ ჩვენ ყველას გარდა პლასტიკური ბარათებისა, სადაც გვაქვს სესხები და ხელფასები და დანაზოგი, ანაბრები შეიძლება, ანალოგიურად ჩვენ გვაქვს ფსიქიკური ენერგიის ბარათებიც. დილას რო ვიღვიძებთ რაღაც ენერგიის რაღაც რეზერვი გვაქვს ბარათზე და მე ის ენერგია თუ არ ყოფნის იმ ამოცანებს პასუხისმგებლობით და თვითძალადობით ჩვენ თავს რო ვეუბნებით რომ ეხლა 1 წუთი რა დასვენების დრო უნდა იმუშაო, ჩვენი ფსიქიკა ბარათზე თანხასდებს საკრედიტო სესხი ქვია თუ რაც ქვია, რაღაც სხვა ფორმატის სესხებიდან. მოკლედ აქაც ეს თემა. ეს ერთი. მოდით ახლა გადავამოწმოთ კიდევ ერთი ტესტი, რამდენად სწორად მოხვდით, უმრავლესობამ ხელი რადგან აიწე, კიდე გადავიქნებ ვინმე გამოგვეთიშოს. რამდენად გქონიათ ბოლო 6 თვის განმავლობაში შემთხვევა, ხელისაწევით მანიშნეთ, როდესაც უჩვეულოდ სწრაფად შეიძლება პატარა დეტალმაც გაგაღიზიანოთ. ხელისაწა. აქეთ უფრო მეტად ყავს ესეთი გაღიზიანებული. აი, მაგალითად მეზობლის ონკანის წყლის წვეთის ხმაც კი გესმის. აი, რაღაცა პატარა ხმის, პატარა მონაკვეთსაც რეაქცია გაქვს. ოღონდ გულწრფელები რო ვიყოთ, ჩვენ ამას სპეციალურად არ ვაკეთებთ, ხო? ანუ ჩვენ არ გვინდა რომ გავღიზიანდეთ, არ გვინდა რომ ყველაფერზე ავფეთქდეთ, არ გვინდა რომ ყველაფერზე ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია გქონდეს, მაგრამ ეს ჯერ ხდება. და მე ვფიქრობთ, რომ რა მინდოდა ეხლა რას გავღიზიანდი, ან რა მინდოდა ეხლა რას ვამბობდი, რა უთხარი. ანუ ინსტინქტურად, ანუ ინტუიციურად ამას ვაკეთებთ და მე ვფიქრობთ, რომ აი ხა რა საჭირო იყო ეს გაღიზიანება ამ ადამიანთან ან ამ სიტუაციაში. კიდევ ერთი ტესტი, ხელით მანიშნეთ, რამდენ თქვენგანს გქონიათ მეორე უკიდურესობა, როდესაც დღის განმავლობაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გქონიათ პერიოდი, როდესაც საერთოდ არ გაქვთ რეაქცია არაფერზე. არც ცუდზე, არც კარგზე, ნეიტრალური ხართ. საინტერესოა. ანუ რაც არ უნდა მოხდეს, შენი რეაქცია, ანუ რა გითხრან, რომ აი სეტყვა და მანქანები ისეთყვება, შენი რეაქცია, ну ხო, ისეთყვება. კარგი ამბავიც რო იყოს და გითხრან, რომ არ ვიცი, პრემია გვერიცხება თვის ბოლოს, იქაც იგივე რეაქცია. ხო, ну პრემია. ანუ ნეიტრალური რეაქცია გაქვს. თითქოს ამას ვეძახით ემოციურ გამოფიტვას, ემოციების ეროზიას, ცოტა ისე უხეშად ვეძახით ემოციურ სიჩლუნგეს, როცა ფსიქიკა გადაიღალა ემოციური რეაქციისგან და იმის რესურსი ემოციური აღარ აქვს, რომ რაღაცაზე ირეაგიროს, როგორც ნეგატიურზე ვერ რეაგირებს. ეს ის შემთხვევა, როდესაც ფიქრობ, რომ კონკრეტულ ადამიანთან ნამდვილად საჭიროა რომ გაბრაზდე, მაგრამ გინდა. პირველი ხო იყო რომ არ გინდოდა, მაგრამ ბრაზდებოდი. ამ შემთხვევაში არის გინდა, მაგრამ ვერ ბრაზდები. ხვდები რომ ეხა უნდა უთხრა უკავშირი, უნდა გაბრაზდე, მაგრამ ემოციურად რესურსი არ ყოფნის, ან გინდა რომ სიხარული გამოხატო და ფიზიკურად ამის რესურსი არ გაქვს, ხო? ანუ ფსიქიკა გადაიწვა. ხშირად ამას მოყვება ხოლმე სიცოცხლის ხალისის დაკარგვა, როდესაც თითქოს რაღაც ცხოვრება გახდა ერთფეროვანი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთნაირია. რეაქცია ერთნაირი გვაქვს, ვეღარ რეაგირებთ ვერაფერზე. კი ბატონო, არის ვინმე, ვისაც სამივე სიტუაციაში ხელი არ აუწევია, არც ერთხელ არ აუწევია ხელი. 1, 2, 2 და 3. 3 ადამიანი გვყავს, ვისაც შეუძლია რომ დატოვოს. დანარჩენები ვრჩებით.
ხუმრობ რა თქმა უნდა, გაგვიზიარებენ თავის რაღაცა დოპინგი აქვს აშკარად ამ სამ ადამიანს, რაღაცა სვამენ, იმიტომ რომ ადამიანებს არ ჯერათ ხოლმე რომ შესაძლებელია. ეხლა ხელით მანიშნეთ, რამდენ თქვენგანს გქონიათ ბოლო 6 თვის განმავლობაში დღეები, როდესაც იღვიძებთ 100% ენერგიით, სიცოცხლით სავსე, ერთი სული გაქვთ, როდის გათენდება, რომ წახვიდეთ სამსახურში და სამსახურს რომ მორჩებით, ერთი სული გაქვთ, როდის წახვალთ სახლში, რომ მიხედოთ ბავშვებს, ოჯახს. კარგია, რომ ესეთი დღეებიც არის. მაგრამ თუ ხელისაწევას შევადარებთ, ბევრად ნაკლებია ესეთი დღეები, ვიდრე პირველ შემთხვევაში, როდესაც იყო უფრო სხვა ენერგეტიკული კრიზისის მდგომარეობა. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის თანამედროვე რეალობაში არის შემდეგი, რომ ეს ყველა სიტუაცია რაც ჩამოვთვალე გარდა ბოლოსი, ყველა სიტუაცია, ენერგეტიკული კრიზისი, ქრონიკული დაღლილობა, ემოციური გამოფიტულობა არის ჩვენს საზოგადოებაში ნორმალიზებული. ანუ თუ ვინმესთან მიხვალთ და ეტყვით, რომ თქვენი სახელი რომ მითხრათ? ბატონ ნიკოლოზ, აი რაღაცა გადაღლილი ვარ, დილას დაღლილმა გავიღვიძა, ენერგია არ მაქვს, გამოწურული ლიმონივით ვარ. ანუ როგორც წესი ადამიანები გეტყვიან, ხო, აბა როგორ უნდა იყო? გაიხედე ქვეყანაში, მსოფლიოში რა ხდება. ანუ თითქოს, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ეს აღიქმება როგორც ნორმა. ანუ ნორმალიზებულია, ხო, აბა ენერგიით სავსე ხო არ იქნები, აბა რანაირად. მეცაც გეტყვით, თუ ვინმეს ეტყვით, რომ ბატონო ნიკოლოზ, სიცოცხლით სავსე ვარ, ენერგია იმდენი მაქვს, არ ვიცი სად წავიღო, ვფიქრობ, კიდევ ერთი სამსახური ხო არ დავიმატო, იმიტომ რომ ენერგია მაქვს ბევრი, ასე დროს გეტყვიან, რომ შენ რაღაც აჟიტირებული ხო არ ხარ. ანუ თუ ენერგიით სავსე ხარ და ბევრი ენერგია გაქვს, ადამიანები ამას აღიქვამენ როგორც პათოლოგია, ანუ ნორმიდან გადახრილი ხარ, ანუ ცოტა აჟიტირებული ხო არ ვართ. პრობლემა ნორმას ის აქვს, რომ ის რაც ნორმალიზებული გვაქვს, იქ ადამიანები არაფერს არ ცვლით, ხო? იმიტომ რომ ნორმალურს მივეკუთვნებით, ხო? დაღლილი ვართ, ნორმა ვართ, ქრონიკული დაღლილობა გვაქვს, ნორმა, ენერგეტიკული კრიზისი ნორმაა, მაგრამ აი ხა ცოტა ბედნიერი თუ ხარ, ჩუმად უნდა იყო, ვინმე არ გაგიგოს, იმიტომ რომ შესაძლებელია ვინმე ფსიქიატრიულში დარეკოს ჩვენი მეგობარი აჟიტირებულია, ზედმეტი ბევრი ენერგია. ძალიან ბედნიერად გამოიყურება, სულ იღიმის. რაღაცა შესაძლოა. ხო, ეს ხუმრობით, მე სამწუხაროდ ნორმალიზებულია უბედურება, ნორმალიზებულია ენერგეტიკული კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს პრობლემა ისაა, რომ ეს ნორმალიზებულია, ანუ საერთოდ არ აღვიქვამთ ამას როგორც თემა, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რადგან ეს ნორმალიზებულია, აქ ახლა ბევრი მოსული ხართ არაჩვეულებრივად გამოიყურებით, არაჩვეულებრივად იღიმით, მაგრამ ამ ღიმილის უკან, იმიტომ რომ ნორმალიზებულია ეს სიტუაცია, ხშირად ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ემოციურ მაკიაჟს. ზოგჯერ მართლაც 0%-ზე ვართ, მაგრამ ვცდილობთ, რომ ეს არ შეგვემჩნეს თლად ისე ძლიერად, როგორც რეალურად არის, ხო? 0%-ზე ვართ, მაგრამ ვაჩვენებთ, რომ 20%-ზე ვართ, ანუ რესურსულები ვართ. იქამდე ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ვრეკავთ სამსახურში და ვამბობთ, რომ ბიულეტენზე უნდა გავიდე. და გაოცებულები იყურებიან კოლეგები, რომ კაცო, გუშინ ნახეთ, იცინოდა და ერთ დღეში ბიულეტენი როგორ, იმიტომ რომ როგორც წესი, ემოციურ გადაწვას აქვს ერთ საინტერესო თვისება, ის არ ხდება ერთ დღეში. ეს ნელ-ნელა ვითარდება, ხშირად დაავადებებსაც ჩვევიათ, ხო, რომ მივდივართ ექიმთან, გვეუბნება სად იყავი აქამდე. არა და რა ვიცი, აქამდე მუშაობდი, ყველაფერს აკეთე, რა ვიცი, სად იყავი, სახლში იყავი, სამსახურში იყავი, ხო? ანუ ისეთ დროს ჩერდება სხეული და ფსიქიკა, როცა ანუ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ შეიძლება დილას ვერ დგები, იმიტომ კი არა რომ გეზარება სამსახურში წასვლა. მართლა გინდა, გულით გინდა რომ მიდიოდე, მაგრამ ფიზიკურად არ გაქვს ამის რესურსი, ანუ სისტემა ენერგეტიკული გაჩერდა. ამას მოყვება ასევე ძალიან საინტერესო ტენდენცია, ხსმენიათ ალბათ ამ ფენომენზე, ამ ფენომენს ქვია ანჰედონია. ეს არის ტენდენცია, რომელიც მოყვება იმ ყველაფერს, რაც აღწერე, თუ ნორმალიზებულია ის ყველაფერი და ჩვენ ნორმაში ვჯდებით, საზოგადოების და არ გვინდა რომ აჟიტირებულები ვიყოთ, მაშინ შედეგად დგება გადაწვის ერთ-ერთი სიმპტომი ანჰედონია, როდესაც ჩვენ ადამიანები ვკარგავთ სიამოვნების მიღების უნარს. როდესაც ყველაფერს ერთი და იგივე გემო აქვს. ყველაფერი ერთნაირია. ყველაფერი ერთნაირი ფერია. ანუ თითქოს აი ადრე რითაც იღებდი სიამოვნებას, მაგათაც სოციალური ანჰედონია, ადრე წახვიდოდი მეგობართან ერთად ყავას დალევდი, ენერგიით აივსებოდი. ბოლო პერიოდში ატყობ, რომ ეს სიამოვნებას აღარ განიჭებს პირიქით.
ბარათიდან თანხა გეჭრება ენერგიის სახით. ან მაგალითად ფიზიკური ანჰედონია, ადრე წახვიდოდი რაღაც თქვათ გემრიელს, რაც ძალიან გიყვარს, არ ვიცი, ნაყინს მიირთმევდი, რაღაც ცოტა ენერგეტიკულად დაიმოხტებოდი, ბოლო პერიოდში ატყობ, რომ ნაყინია რა. ანუ თითქოს ყველაფერმა გემოფერი, სიამოვნების უნარი დაუკარგეთ, ხო, შეგრძნებები გაუხეშდა და შეგრძნებები, რაც მოგცა ხო სამყარომ მხედველობას მენაყნოს ხო გემოვნება შეხება იმისთვის, რომ ფსიქიკა მიიღოს საკვები ენერგიის სახით, ვეღარ იღებს ამ სიამოვნებას, იმდენად ბევრი ნეგატიური გამღიზიანებელი შედიოდა, რომ პოზიტიურ გამღიზიანებელზე მალდივებზეც რო წახვიდეთ, მოგეჩვენებათ მალდივების ზღვის ფერი, როგორც თბილისის ზღვის ფერი. იმიტომ რომ ჩვენი შეგრძნებები იმდენად გაუხეშდა, რომ ფერებიც თითქოს ერთნაირი გახდა. აი აღქმის უნარი, შეგრძნების უნარი თითქოს ისეთი აღარ არის, როგორც იქამდე იყო. იმიტომ რომ არ გავავარჯიშეთ. ეს შედეგი დგება, როდესაც იმაზე მეტ ენერგიას ვხარჯავთ, ანუ იმაზე მეტად მოვიხმართ საკუთარ ფსიქიკას და სხეულს, ვიდრე ჩვენ ფსიქიკას და სხეულში ენერგიას ვაინვესტირებთ, ანუ ვასხავთ. ეს ხდება მხოლოდ ამ შემთხვევაში. მაგალითად, ტელეფონი რო წითელს აგინთებთ, როგორც წესი, რაშვებით გაიქცევით და შეერთებთ, რომ დატანოთ. მაგრამ თუ ჩვენი ფსიქიკა აგვინთებს 20%-ს არა, 2%-ს, მაინც ვამბობთ, მოიცა კაცი შვებულებაში დაგასვენება. კიდევ 3 თვე მოითმინე, კიდევ 2 კვირა მოითმინე. ანუ ტექნიკას უფრო ურთხილდებით რატომღაც ადამიანები, ვიდრე იმ სისტემას, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, ორადორი ყველაზე ძვირფასი ფსიქიკა და სხეული, ხო, სადაც ენერგიის მობილიზაცია ხდება. სიამოვნების სისტემას იცით ალბათ, რომ ფსიქიკა თიშავს ანუ გადარჩენის მექანიზმის გამო, იმიტომ რომ ისედაც ენერგეტიკულ კრიზისში ვართ და რომ გადაიტანოს ეს ენერგეტიკული კრიზისი, ხდის ეგრეთ წოდებულ ემოციურ სიჩუნგეში, რომ აღარ ვირეაგიროთ. თუ იქამდე ვიყავით ჰიპერგზნობიარე, მეორე უკიდურესობა, როდესაც საერთოდ რეაქცია აღარ გვაქვს არაფერზე, არც კარგზე, არც ცუდზე, არც გვიხარი, არც გვწყინს. ეს შედეგები თუ დადგა, ეს არის შედეგი ნორმალიზაციის. თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ დილას რო დაღლილი ვიღვიძებთ, ეს არის ნორმალური. აბა როგორ ახლა სიცოცხლით სავსე ხო არ გავიღვიძებთ, ხო? მაგ შემთხვევაში დგება საბოლოოდ ეგრეთ წოდებული გადაწვა. თუ ერთხელ მაინც გქონიათ, აი დილას რო ფიზიკურად უბრალოდ ვერ დგებით საწოლიდან, ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება. გადაწვა არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ სუსტი. გადაწვა ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან დიდხანს იყავით ძლიერი. ანუ ძალიან დიდხანს ამუშავეთ თქვენი ფსიქიკა და სხეული ენერგიის გარეშე, ანუ სესხების ფასად. გადაწვა დგება მაშინ, როდესაც ჩვენი ფსიქიკა და სხეული, როდესაც მიდის სესხის სასაღებად დამატებით, იქ ეუბნებიან, რომ გადამხდე უნარიანი აღარ ხარ. ჯერ ის გადაიხადე, რაც აი ხო არის შემთხვევა რომ გაუარებენ, ხო? ანუ როდესაც ფსიქიკა და სხეული ხვდება, რომ ვეღარ ისესხებს, იმიტომ რომ 20 წლის უკვე ისესხა და შეიძლება ეხლა ძალიან კარგად გგზნობ თავს, მაგრამ 2-3 წელიწადში მივხვდები, რომ ჩემი ჯანმრთელობა ისეთი აღარ არის, ჩემი ენერგია ისეთი აღარ არის, ადრე რომ გავათენებდით 3 ღამეს არ გვეტყობოდა და ეხლა 1 საათიც თუ დაგვეკლდება, უკვე გვეტყობა, ანუ უკვე რაღაცა შედეგები დგება ხოლმე, ანუ უკვე სესხს ვეღარ იღებს, ანუ გადამხდელ უნარიანობა მიხვდა იქ ვინც სესხს გვაძლევს ენერგეტიკულს, რომ შემცირებულია. გამოსავალი არის ერთადერთი ყველაზე ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ყველაფერზე ვიყენებთ გარდა საკუთარი თავისა, ეს არის ზრუნვა. სამწუხაროდ ადამიანები უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ ძაღლზე, ყავთ ვინმე შინაური ცხოველი ძაღლი. რო დააკვირდეთ ადამიანებს როგორ ზრუნავენ საკუთარ ძაღლზე, შეგშურდებათ, იმიტომ რომ ვაიმე ზედმეტი არ შეჭამოს, არ დაზიანდეს. ვაიმე რამე არ გაუჩნდეს, ხო, იქ აცრები ყველაფერი. იგივე მზრუნველობით ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება, რომ არ ზრუნავთ საკუთარ თავზე. ასევე ადამიანები მეტად ზრუნავენ საკუთარ მანქანაზე, ავტომობილზე, საკუთარ კომპიუტერზე, საკუთარ ტელეფონზე, ტექნიკაზე, სარიცხის მანქანაზე და რო არ დაზიანდეს, არ გაფუჭდეს, რამე არ დაემართოს, ვიდრე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ რატომღაც გონია, რომ ფსიქიკა და სხეული არის ესეთი უცვეთი, მარადიული ენერგიის წყარო, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ფსიქიკა და სხეული არის ცვეთადი. თავის ცვეთა, ყველაფერს აქვს ცვეთა, მათ შორის ფსიქიკას და სხეულს. გააჩნია ვინ როგორ ურთხილდებით და ვზრუნავთ მასზე. როგორც ზიგმუნდ ფროიდი იტყოდა, აქ რო ყოფილიყო, იტყოდა, იმისთვის რომ ადამიანებმა ჯანსაღად ვიფუნქციონიროთ, ადამიანებს გვჭირდება 2 რამ. ეს არის პირველი. ენერგია იმისა, რომ რაღაც შევქმნათ, ვიშრომოთ, ვიფუნქციონიროთ, ვიმუშაოთ, შრომა, ანუ თვითრეალიზაცია შევძლოთ.
და მე იმის ენერგია რომ სამსახურიდან რომ სახლში წავალ აი მეორე ცხოვრება რო გველოდება იქ შეგვჩეს ენერგია რომ ბავშვის ჩახუტების თავი ნერვები და უნარი შეგვჩეს იმიტომ რომ ძალიან ხშირად მთელი ჩვენი ენერგია იხარჯება ცხოვრების პირველ ნაწილში და აღარ მიყვება ცხოვრების მეორე ცხოვრებას რო ახსენებ ხოლმე ზოგიერთი ადამიანი ცოტა გაუცებული მიყურებს რომ ეგ რომელი ცხოვრება ანუ თითქოს აღარ მიყვება ფაქტობრივად მთელი ენერგია იხარჯება ისედაც ენერგეტიკულ დეფიციტში მივდივართ სესხს ვიღებთ მე აღარ გრჩება ენერგია და რომ მოვდივართ მე კიდე სესხს ვიღებთ და თითქოს განაწილება ენერგიის რასაც ვეძახით ბალანს ხო პირად და პროფესიულ ცხოვრებაში თითქოს არ ხდება და მაგიტომ არის მე დისბალანსის პირობებში ის შედეგები რაც ვთქვით ტონი შვარცის თეორია ამბობს ესეთ რამეს რომ დაანებეთ დროის მართვას თავი ყველას 24 საათი გვაქვს დღე-ღამეში ჯობია მიხედოთ ენერგიის მართვას იმიტომ რომ თანამედროვე რეალობაში დრო ისე სწრაფად გადის გაიხედავთ უკვე 10 წელი გასულია გამოიხედავ 5 წელი გასულია იმიტომ რომ ტექნოლოგიურმა სისწრაფემ ეს განცდა დროის დააჩქარა და ერთ-ერთი ჩემი მენტორი ხშირად ამბობს ხოლმე რომ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო გვაქვს ვიდრე ჩვენს ბებია ბაბუებს მათ მეტი დრო გქონდათ რომ ეცხოვრათ და ემოციური გადამუშავება გაეკეთებინათ იმიტომ რომ მაგალითად ეხლა თუ მე რაღაც მიხარია აი რა დამირეკეს და რაღაც გამიხარდა ხო ანუ ვერც კი ვასწრებ სიხარულის გადამუშავებას უცებ მომდის SMS-ი რომ სამსახურში არ დამაგვიანდეს უცებ ბრაზი მაქვს ბრაზის გადამუშავებას ვარ ვასწრებ უცებ ვიღაც მირეკავს რომ მანქანა გადააყენეთ ანუ იმდენად სწრაფად შემოდის სტიმულები ჩვენ ფსიქიკაში რომ ემოციურად გადამუშავებას ანუ ემოციური არსებები ვართ და ემოციურ ცხოვრებას ვერ ვასწრებთ მე ემოციური სისტემა გვითიშავს და გადავდივართ ხშირად ამას ზომბებსაც ეძახიან ხო ემოციური სიჩლუნგის მდგომარეობაში როცა შვებულებაში ხარ დაღლილი ხარ სამსახურში ხარ დაღლილი ხარ შაბათია დაღლილი ხარ სალონში ხარ დაღლილი ხარ მასაჟზე ხარ დაღლილი ხარ ქრონიკულად დაღლილი ხარ თითქოს ეს ტრენდია ქრონიკული დაღლილობის გამოსავალი არის რომ შევხედოთ ენერგიას როგორც ბარათზე თანხარო გიდევთ ხოლმე ისე ხელფას რო ჩაგერცხებათ ხოლმე თვის ბოლოს და ვნახოთ ხოლმე დღის განმავლობაში რაში გვახარჯება ენერგია ძირითადად რა გვართმევს ენერგიას აი ბარათიდან რო თანხა გეჭრებათ ხოლმე ამ კუთხით რო შეხედოთ აი დილას წამოხვედი დილას გათენდა რა გვართმევს ენერგიას პირველ გათენდა გაახილეთ თვალი და გიდევთ აი 30% სამსახური ყველა სარტმევს სამსახური ენერგიას რა საინტერესო ფენომენია რომ ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ რომ სამსახური ძალიან სტრესულია და ენერგიას მართმევს ინდივიდუალურ თერაპიაზე ძალიან ხშირად მაქვს кейსები როდესაც პირიქით სამსახური არის კარგი დაცვის მექანიზმი ამ ადამიანს რომ სამსახური არ ქონდეს და დილა სამსახურში არ მიდიოდეს შეიძლება ბევრად რთულად ყოფილიყო საქმე ანუ ყოველთვის არა რა შემთხვევაში გვართმევს სამსახური ენერგიას როგორ დედლაინის დროს ანუ დედლაინი ყველას ართმევს ენერგიას საცობი ყველას ართმევს ენერგიას ენერგიას გვართმევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მოვლენა რაც არის სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა აღვიქვი როგორც სტრესორი ანუ ნერვიულობ თუ მე საცობს აღვიქვამ როგორც სანერვიულო და ნერვიულობ რომ აი მე ახლა აქედა რომ გავალ საცობში უნდა მოვყვე აი მე იმ საცობს რა გაივლის ავტომატურად ენერგიას იმიტომ წარმოიდგინეთ დილას რომ ვიღაცა მოგცეთ 100 მონეტა ყოველი ერთი გაფიქრება ნერვიულობის არის -1 მონეტა აი ვაიმე არის ქართული სიტყვა რომელიც კარგად გამოხატავს ენერგიის ბარათებზე თანხის ჩამოჭრას ვაიმე რა საშინელი ამინდია ჩამოიჭრა 1 ვაიმე რა გაძლებს საცობში ჩამოიჭრა 2 ფაქტობრივად იმდენად ანუ თვითონ მოვლენა ენერგიას არ გო იმიტომ არის რომ განსხვავდებით ერთმანეთსგან მაგრამ თუ მე მიწევს ნერვიულობა რომ რაღაცას ვერ მოვასწრებ დედლაინი მაქვს ან ნერვიულობა ან თუ პირიქით მაგალითად თქვენ თავს ეუნებით რომ თქვენ სახელი სოფო თუ ეუნება თავის თავს რომ მოიცა კაცო ამდენი წელია კომპანიაში მუშაობ იმდენი რამე მეგონა რომ ვერ მოვასწრებდი და მომისრია რომ და წვეთს ნერვიულობას ენერგიის ჩამოჭრა ჩერდება მაგრამ მე თუ ბაგრძელებ ხوارი ხშირად სამსახურის საქმეების ახშიც მიგვაქვს მე ძილშიც ხედავთ
პროექტებს, ხო? მე ვამბობდი ხოლმე ერთი პერიოდი, სტრეს დამოკიდებული რო ვიყავი, რომ ორჯერ ვმუშაობ თქო ერთი სამსახურში და მე სახში რომ მივდოდი ძილშიც პროექტებს, პრეზენტაციებს და დედლაინებს და შეცდომებს ვუშვებდი, იმიტომ რომ ძილი ერთ-ერთი ის არის რეფლექტორული მექანიზმი, რომ ის ემოცია რო ვერ ვასწრებდი გადამუშავებას, მე ძილში კიდევ მუშაობდი და იქაც რო გითხრათ ახლა ესე რა ქვია მხატვრული სიზმრები მქონდა არა ზოგჯერ მე ძილში ისეთი დრამები მქონდა რომ ისევ ის რეალობა მერჩვინა რომელიც არანაკლებ პიუნეული იყო ხო ანუ მე კიდე მიყვება ამიტომ არის ნერვიულობა აკრძალული არ არის უნდა ვინერვიულოთ ოღონდ უნდა ვინერვიულოთ ხარისხიანად იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ადამიანები ნერვიულობთ უხარისხოთ უხარისხო ნერვიულობა რას ნიშნავს თუ რაღაც თემაზე ნერვიულობთ და ფიქრობთ რომ ნერვიულობით ეს თემა გვარდება ინერვიულეთ მოგვარდება, მაგრამ თუ ხვდებით, რომ ეს თემა არ გვარდება, ნერვიულობას ვეუბნებით, რომ ამაზე ორშაბათს ვინერვიულებ, ამაზე ხუთშაბათს, მაგრამ თუ გვარდება ინერვიულეთ. ამას ვეძახით ნერვიულობის ხარისხიანი ნერვიულობის ტექნიკას, როცა არ უკრძალავთ ჩვენ თავს, უბრალოდ ვავადებთ. რა ვადაშიც ნერვიულობა გახდება გამოსავლის ან მოგვარების სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ენერგიას ვხარჯავთ ხშირად ნერვიულობაში, ოღონდ მოვლენისგან დამოუკიდებლად. მაგალითად, ჯერ საცობში არ ვართ, საცობს ავიღებ მაგალითად. ჯერ საცობში არ ვართ, ხო? მაგრამ 1 საათში ვიცით, რომ საცობში მოვყვებით. 1 საათით ადრე ვიწყებთ ენერგიის ხარჯვას. აი საცობში მოვყვებით. მაიმე საცობში რა გაჩერდება, ხო უეჭველი საცობი იქნება. აი 1 საათი ვინერვიულეთ. ნუ 1.50 მონეტა დავხარჯეთ. მერე უშუალოდ საცობში რომ მოვხვდებით, იქაც ხო ნერვიულობთ. 1.50 მონეტა იგვეხარ. მერე დასრულდა საცობი, მოვედით ვორქშოპზე და შევხვდით ადამიანს და ვაიმე 1 საათი საცობში ვიდექი. კიდევ ნერვიულობთ, ოღონდ საცობი აღარ არის. ანუ წარსული. მერე მივდივართ ვიძინებთ, მეორე დღეს მოვდივართ სამსახურში და ვუყვებით კოლეგას, რომ გუშინ იცი როგორ საცობში. ანუ მოვლენა არის თუ არ არის, ჩვენი სისტემა აზროვნების დონეზე რა შვება? ანუ იმეორებს გონებრივ ცოხნას ვეძახით, ხო, ღეჭავს, სწორი სიტყვა ალბათ თუ ღეჭავს მოვლენას და ამ ღეჭვაში ძალიან დიდი ენერგია იხარჯება. რეალურად ჩვენ გონია რომ ამაში ენერგია არ იხარჯება, მაგრამ ძალიან ხშირად ყველაზე მეტი ენერგია იხარჯება ღეჭვაში. მეცაც ვიტყვი, ძალიან ხშირად როდესაც წუწუნებთ, ან ბუზღუნებთ, რომ აიმე რა გააკეთებს ამ საქმეს, რა გააკეთებს ამ საქმეს, წუწუნში უფრო მეტი ენერგია იხარჯება, იმ ენერგიით იმ საქმეს გააკეთებდით 10 ჯერ. ხო, ნუ ეგ თუ ეგრეთ წოდებულ ენერგო ვამპირებს ხო, ეგ სხვა თემა. კარგად აქვს დაცდილი, ხო, ესეთ გამოთქვაც არსებობს. ეგ სხვა თემაა. მაგრამ როგორც წესი, იმდანად ბევრი ენერგია იხარჯება, რომ იმ ანგარიშსან იმ მეილს გაგზავნიდი ალბათ 5 ჯერ, იმიტომ რომ საკმაოდ ენერგო ისეთია დეფიციტურია. ეხლა დადგა დრო, რომ გადავამოწმოთ, რამდენი გაქვთ ანგარიშზე ენერგიის. თანხა რამდენი გაქვთ ანგარიშზე, ამას არ ვამოწმოთ, პერსონალური ინფორმაცია. გადავამოწმოთ ენერგიის ბარათზე, ამ ეტაპზე რამდენი გაქვთ ანგარიშზე. ამისთვის გამოვიყენებთ ტესტს. ტესტი არის 10 წუთიანი, დაგჭირდება QR კოდი, ერთადერთი რადგან ტესტი ანონიმურია, სქესაც კი არ წერთ, არაფერს არ წერთ. ბოლოში, როდესაც გამოგივათ, აი ესეთი ცხრილი, ენერგიის, თქვენი ანგარიშის ის არის, რა ქვია, ბარათის ცხრილი. დასკრინეთ და ფოტო გადაიღეთ, ხო, შეინახოთ ამ ეტაპზე რა მდგომარეობა. ეხლა ტესტს როგორ აკეთებთ, სანამ QR კოდს გაჩვენებთ. ეს სხვა ადამიანის ქულები არ გჭირდებათ, ეს ადამიანი კარგად გრძნობს თავს, ხედავთ? არა, ძალიან ცუდად გრძნობს თავს. რამდენი აქვს ქულა? 2 ქულა აქვს. ანუ 2% აქვს დამჯდარია. რას ვაკეთებთ? ბოლო 6 თვის პერიოდით, იანვრიდან ვიდრე დღემდე, დებულებაში თან ნახავთ ენერგიას რა გვაძლევს, ხო? ტესტებში რო ჩახედავთ, ფაქტობრივად პასუხს მიიღებთ კითხვაზე, საიდან მოვიტანოთ ენერგია. ტესტში ჩადებულია დებულებები კვლევაზე დაფუძნებით, რა ჭირდება ჩვენს ფსიქიკას და სხეულს იმისთვის, რომ იყოს რესურსული. აჟიტირებული კი არა, რესურსული. ჩვენ რასაც აჟიტაციას, ანუ 100%-იანი ენერგიით. თუ რაც წერია დებულებაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამას თქვენ რუტინულად აკეთებთ, მაგალითად დილოს რო დგებით კბილებს ხო იხეხავთ, ხო ანუ to-do-list-ში ხო არ გიწერიათ ეგ, ხო? ინსტინქტურად აკეთებთ. თუ რაც წერია, ამას სტაბილურად აკეთებთ და არა 1000-ში ერთხელ, მაგალითად შეიძლება ეწეროს, რომ პირობითად დღეში 15 წუთის განმავლობაში აუცილებლად ფეხით დავდივარ, ხო? ეხლა თუ ბოლო 6 თვეში 3 ჯერ შემთხვევით რაღაცა ფეხით გავლა მოგიწია, აჭერთ არას.
იმიტომ რომ ფსიქიკას უყვარს კონსისტენტობა, იცით. ექიმები ვინც ხართ, კი იცით, რომ წამალი ერთსა და იმავე დროს უნდა დაალიო, არ უნდა ჩააგდო და ანუ ფსიქიკაც ესეა ხა. თვეში ერთხელ რომ შემთხვევით ივარჯიშე, ენერგიას არ გაძლევს ეს. ანუ თუ სტაბილურად შენ სისტემას ამ გადახალისებას უკეთებ, მაშინ კი. თუ 6 თვის განმავლობაში რაც წერია იმას აკეთებთ აჭერტკის, თუ 1000-ში ერთხელ აჭერთ არას. 10 წუთში გვეცოდინებათ რამდენი გაქვთ ანგარიშსა და ნახოთ ჩვენ ჯგუფში თუ ყავს ადამიანები, ვისაც ბარათზე უდევს 100% ენერგიის რესურსი. დავატოვინოთ ჩვენი ვორქშოპი, იმიტომ რომ მოგვეშლება ნერვები. ნახეთ აბა QR კოდით რამდენად შეძლებთ შესვლას, თუ ვინმე ვერ შეხვალთ, კოლეგას თხოვეთ რომ SMS-ით გამოგიგზავნოთ ლინკი ბმული. ზოგჯერ როდესაც QR კოდს ვერ ხსნის, უბრალოდ გვერდზე მჯდომს თხოვეთ რომ SMS-ით გამოგიგზავნოთ ბმული. კი, დაიწყეთ დაწყებას და ბოლოს არ დაგავწნეთ თქვენი ფულების გადაღება. უკვე სიცილით დაიწყო. მე მგონი უმრავლესობა დაასრულა, ხო? არის ვინმე ვისაც გინდათ რამდენიმე წუთი? კი ბატონო, რამდენიმე წუთი დაველოდოთ. იქამდე ვინც დაასრულეთ, შეხედეთ ეკრანს, ქვევით არის მთლიანობაში ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის ელემენტი, აკუმულატორი დავუკვათ რა მდგომარეობაშია და ზევით არის ცალკეული ელემენტი, სულ გვაქვს 4 ელემენტი, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური, რა მდგომარეობაშია. შეიძლება ჯამში ელემენტი ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ რომელიღაცა ელემენტია დამჯდარი. ძალიან დაბალ დონეზე. რაც უფრო მეტი ქულა გაქვთ, მით უფრო ბევრი ენერგია გაქვთ ბარათზე. ოღონდ ეს არის მხოლოდ საშუალოდ 6 თვის მონაცემი, მუდმივად იცვლება. შეიძლება 2 წლის წინ საერთოდ სხვა შედეგი გქონოდათ. ან შვებულების მერე საერთოდ სხვა შედეგი გქონდეთ. არის ვინმე ვინც მოხვდა კატეგორია გილოცავთ. ოჩა გილოცავთ. ეს არის 35-48 ჯამური ქულით. ერთი ფეხი. თუ არის კატეგორია საგანგაშო. არა, უბრალოდ ხელს არ იწევენ. გილოცავში მაღალი ხელი გქონდა. იქ მოკრძალებული ხელისად. არის ვინმე, ვისაც ერთი ელემენტი მაინც 4-დან, იმიტომ რომ სულ გვაქვს 4 ენერგიის წყარო ჩვენ ფსიქიკაში. პირველი არის გონებრივი ენერგია, გახსოვთ ნერვიულობაზე რო ვთქვით, რომ ენერგიას გვაცლის. პოზიტიური აზროვნება პირიქით ენერგიას გვაძლევს, ხო? თუ ადამიანს შეუძლია რომ რაღაც მოვლენაში პოზიტიური დაინახოს, განსხვავებულად შეხედოს, ხარისხიანად ინერვიულოს, პირიქით ენერგიას ის აძლევს. მეორე ჩვენ გვაქვს ემოციური და სოციალური ენერგია, აქ იცით რაც არის, ხო? ემოციური ენერგია არის ემოციებისგან მიღებული ენერგია, ეს ყოველთვის სიყვარული და ბედნიერება სამწუხაროდ არ არის. ემოციური ენერგია შეიძლება მივიღოთ ნეგატიური ემოციებისგანაც, ხო? მაგალითად, ბრაზის ენერგიაში ვიღაცა წავა და გაბრაზებული, პირიქით დაწვავს ენერგიას და აღრის ქოქოლას ვინმეს და დაწვავს, ანუ უარესად დაიწვევა, ანუ გაიხარჯება და ვიღაცა აიღებს ბრაზის ენერგიას და წავა და ფეხით გაივლის 1-15 წუთის განმავლობაში იმ ბრაზის ენერგიასაც, ანუ კორტიზოლსაც დახარჯავს და პლუს რესურსულიც გახდება, ანუ დამხტვასაც გააკეთებს. მესამე ეს არის ფიზიკური ენერგია, ხედავთ, ერთ-ერთი ჩვენი ელემენტი არის სხეულისგან მიღებული ენერგია, ცოტა შევეხებით ყველას, რომელსაც ვიღებთ საკვებისგან, იმიტომ რომ საკვები შეიცავს კონკრეტულ ნივთიერებებს, საიდანაც მე ჩვენი სხეული ქმნის ენერგიას. ფიზიკური აქტივობა, ძილი, წყალი და ჟანგბადი, ძირითადად რაც ჩვენს საყვარელ სხეულს ჭირდება, ეს არის. და ბოლოს ეს არის პრემიუმ კლასის ენერგია, ფსიქოლოგიური ენერგია, როდესაც ადამიანებს გვაქვს განცდა, რომ რაღაც ღირებულს, რაღაც მნიშვნელოვანს ვემსახურებით, რომ ჩვენი ცხოვრება ღირებულია, საზრისი აქვს, ამ შემთხვევაში მეტი ენერგია გვაქვს. მაგალითად, ექიმებს ეს აქვს, როცა სიცოცხლეს გადაარჩენენ, ფსიქოლოგებს, როცა ტრავმირებულ ადამიანებს, რაღაცა ვაძლევთ მკურნალობის საშუალებას. არ ვიცი, მეხანძრეს, რომელიც რაღაც ისეც ვემსახურები, რაც სხვა ადამიანის ცხოვრებას უკეთეს ხდის. ანუ ჩემი ცხოვრება აქვს აზრი, აი ამის განცდა.
თვითზრუნვა არის ერთადერთი მექანიზმი, რომ ენერგია აღვადგინოთ, ოღონდ ძირითადად ჩვენ თვითზრუნვა გვახსენდება ხოლმე 6 თვეში ერთხელ შვებულებაში, სამწუხაროდ. მაშინ, როდესაც ტელეფონის დატენვა და ზრუნვა გვახსენდება ყოველ დღეს, დღის ბოლოს და დღის შუა ნაწილში, ყოველთვის როცა წითელ საათებს, ხო? საკუთარი თავზე ზრუნვა გვახსენდება ხო, ხანდახან თვითონ შაბათ-კვირასაც გვინდა ხოლმე, მაგრამ არ გამოდის. გეგმავთ, მაგრამ არ გამოდის ხოლმე. როგორ გადავამოწმოთ, რამდენად თვითზრუნვას ვიყენებთ ენერგიის მართვისთვის? ჯადოსნური კითხვა არის საკუთარ თავს დაუსვათ ხოლმე კითხვებს, გაჩერდეთ და ტელეფონი რო აგინთებთ წითელს, ხო შეაერთებთ და უცებ თან თქვენ თავსაც დაუსვით კითხვა. ის, რასაც მოცემულ მომენტში ან სიტუაციაში ვაკეთებ, მაზიანებს თუ მეხმარება, ენერგიას მაძლევს თუ მართმევს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძალიან დიდ ენერგიას გართმევთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძალიან დიდ ენერგიას გაძლევთ. ანუ სკრინინგს ვეძახით, ხო? გადავამოწმო ხოლმე, რასაც ვაკეთებ ამ წუთში. მაგალითად, წყალს როცა ვსვამ, ენერგიას მართმევს თუ მაძლევს. მაძლევს, იმიტომ რომ სხეულის 70-80% წყლისგან შედგება, ну, იცით ეს რაღაცა. მაგალითად, როდესაც ფეხით გავივლი კიბეებს, ფეხით ჩავალივც არ გამოვიყენებ, თუ თქვათ ფიზიკურად ამის მონაცემი მაქვს და სხეული დაზიანებული არ მაქვს, მაძლევს თუ მართმევს. ფეხით სიარულში ვიცით, რომ გამოიყოფა შესაბამისი ჰორმონები. თუ რაიმე ესე junk foods რო ვეძახით, ესეთ კარგ ცხიმიან სუყე საკვებს მივითმევთ. ემოციურ სიამოვნებას გვაძლევს, მაგრამ ცოტა ხანში 15 წუთში მერე ჩვენი ელემენტი ძილის რეჟიმისკენ, იმიტომ ენერგეტიკულ დეფიციტში გადავდივართ. სამწუხაროდ თვითზრუნვა გადავადებულია, ამას ვეძახით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს გადადებული ცხოვრების სინდრომი, ესე დაარქვეს ფსიქოლოგებმა. ეს არის სინდრომი, როდესაც ადამიანს ეკითხები, რომ აბა, როდის უნდა იზრუნო შენ თავზე, როდის მოვა ის დრო, რომ შენ თავზე იზრუნო და გეუბნებიან, რომ აი შვილები რო გაიზრდებიან მერე გავადრო ეკითხები, რომ აი გაიზარდნენ შენი შვილები, როდის უნდა იზრუნო? აი შვილი რომ ეყოლება მერე. აი შვილთა შვილს რომ მევესწრები მერე და მერე ისე გადის ეს თვითზრუნვაზე გადადებული პროკრასტინაცია და დრო, რომ ფაქტობრივად თითქოს სულ რაღაცას ველოდებით, რომ აი ეს დრო ჟამი რო დადგება, გასხივოსნებული მომავალი, აი მერე დავიწყებთ ვარჯიშს, აი მერე დავიწყებთ ჯანსაღყვებას და ამ რაღაც მომავალს ველოდებით. სამწუხაროდ ამ მოლოდინის რეჟიმიდან ბევრი ადამიანი არ გვინახავს, ვინც საბოლოო ჯამში მოვიდა კართან დგავართ ამ რიგში, ვეძახით ხო, რიგში დგომას. ამიტომ რაც მალე დავიწყებთ ზრუნვას საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლები გადასახდელი, ეგრეთ წოდებული სესხები გვექნება ჯანმრთელობით. როგორც აინშტაინი იყო და სიგიჟე აკეთო ერთი და იგივე და მოელოდო განსხვავებულ შედეგს. ანუ რაღაცა ფაქტია, რომ შესაძლებელია, ხო? რაღაცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა შევცვალო, ჩემ თავზე ზრუნვის კუთხით. ყველაზე კარგი რისი შეცვლაც შეგიძლიათ, ეს არის დასვენება დაღლის სწორი ფორმების შერჩევა. არასწორი დაღლა, როდესაც სახლში მიდიხართ და ისეთი დაღლილი ხართ, რომ გაითიშეთ. გქონიათ შემთხვევა, სახლში მივედი გავითიში. არაფერი არ მახსოვს, რომ მივედი მახსოვს, მე აღარაფერი აღარ მახსოვს, რომ გამიღვიძე მახსოვს. და რა თქმა უნდა, ამას ადამიანები ხშირად ძილს ეძახიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ძილის მერე ენერგიის რესურსის აღდგენა არ ხდება. დილას ისევ დაღლილი, ანუ იმდენად დავსვით ელემენტი, აი ტელეფონები რო გაშავდება ხოლმე ბოლოს წითელს გინდებს და რომ მიხვდება რომ არ აყავს ახლა შესაბამისი წყაროზე შეერთების მექანიზმი ითიშება ხო, შავდება ეკრანი. ანუ ფსიქიკაც ითიშება, იმიტომ რომ მართლა აღარ ყოფნის, მართლა ფაქტობრივად ვამუშავებთ ფსიქიკას ენერგიის გარეშე. სწორი დაღლით ყველა ვიღლებით. ოღონდ სწორი დაღლა არის, როდესაც დღის ბოლოს დაღლილი ხართ, ოღონდ სასიამოვნო დაღლილი ხართ, ქონიათ ეგ განცდა. აი, კი დაღლილი ხარ, მაგრამ აი ცოტა რაღაცნაირი სიამოვნება დაკრავს. აი თან რო кайფობ ამ დაღლით. ხშირად არის ხოლმე მაგალითად მოგზაურობაში, როგორ არ ვიღლებით რომელია, მაგრამ როგორი სასიამოვნო ენერგეტიკა ახლავს. სწორი და არასწორი დასვენება რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. ხშირად ადამიანები ჯერ ბოლომდე გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ბოლომდე დავსვავთ ელემენტს, კარგად ვამუშავებთ და მერე წავიყვანთ ჩვენ თავ შვებულებაში იმ იმედით, რომ დაისვენებს. შვებულებაში რა თქმა უნდა ვერ ისვენებს, იმიტომ რომ ელემენტი ისეთი დამჯდარია, რომ სანამ დასვენებას გაიხსენებს, შვებულება
თავდება, იმიტომ რომ გადაჩვეულია ეს დასვენების უნარი ისეთივე უნარია, როგორც ენის სწავლა, ხო? თუ დიდხანს ქართულად არ ისაუბრებთ და რომელიმე ქვეყანაში ესპანურად ისაუბრებთ, ქართული შეიძლება დაგავიწყდეს, რომ დაგჭირდეს, რომ რაღაც სიტყვები გაიხსენო. ანუ დასვენებაც უნარია, რომელსაც ჭირდება გავარჯიშება. ანუ პრაქტიკა ჭირდება, რომ არ გადაავიწყდეს ფსიქიკას აი შეგრძნებებიდან, როგორ მიიღოს ენერგია. დაიწყეთ სხეულით. იმიტომ რომ სხეული არის, სხეულით დაიწყეთ ფსიქიკა ცოტა რთული პროცესია, ჭირდება მეტი მუშაობა, მაგრამ სხეულით დაიწყეთ, იმიტომ რომ სხეული ჩათვალეთ არის ერთი ჩვეულებრივი ენერგიის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც მოგვცა სამყარომ, უფალმა, როგორც ისიც გჯერათ, როგორც გჯერათ. ეს არის სურათი იმის, თუ რამხელა ენერგიის წითელი და ყვითელი ფერი გამოხატავს ენერგიის აქტივაციას. და ცისფერი ფერი გამოხატავს ენერგიის დეაქტივაციას. სურათს თუ შეხედავთ, კარგად ნახავთ, ჩვენი სხეული რამხელა ენერგიის მატარებელია. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ემოციურ ენერგიაზე. ჩვენ ემოციური არსებები ვართ, ადამიანები ვიდრე გავზობდებით. ზომბები რო გავხდებით, მე იქ ვართ, მეშვიდე, სად არის ნეიტრალურში. მაგრამ ვიდრე გაგვიუხეშდება ემოციები, ჩვენ როგორც წესი საკმაოდ ემოციურად აქტიური, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ბრაზს თუ შეხედავთ, საკმაოდ ენერგოეფექტური ემოცია, იმიტომ რომ ხელები, ფეხები ენერგეტიკულად წითელია, ყვითელია, ბრაზის ენერგია ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს ტოქსიკურობისთვის, წავიდეს ვიღაცას ეჩხუბოს, გაბრაზდეს, აფეთქდეს, კონფლიქტური იყოს და ვიღაცამ შეიძლება აიღოს და მე მაგალითად ჭურჭლის რეცხვა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ბრაზის ემოცია მაქვს, არაჩვეულებრივად ხეხავ ყველაფერს. თუ ყველაფერი ხეხვა თუ დავიწყე, იციან რომ იმ დღეს. ანუ ორი ვარიანტია, ხო, ამ ბრაზის ენერგიას ფროიდი ეძახდა, ხო, სუბლიმაციას. ან ვიყენებთ ტოქსიკურად და ეს ბრაზის ენერგია ჩვენც გვახჩობს და ირგვლივ მე სხვა ადამიანებსაც ვაზიანებთ, იმიტომ ტოქსიკურები, ან ვიღებთ ამ ენერგიას და გადათარგმნით მოტივაციის ენერგიაში. ხელით მანიშნეთ, რამდენ თქვენგანს გქონიათ შემთხვევა ერთხელ მაინც, როდესაც ცხოვრებაში ან ვინმემ გაგაბრაზათ, ან თქვენ თავზე გაბრაზდით, ან ვინმემ გითხრათ, რომ რაღაც არ გამოგივათ და ისე გაბრაზდით და იმდენი ენერგია მოგაწვათ, რომ მთები გადადგით და დამტკიცეთ, რომ დიახაც მე ამას შევძლებ. ხო? აი ეს არის ჯანსაღი ბრაზის ენერგია. ანუ ჩვენ რატომღაც ენერგია გვინდა, მაგრამ ემოციები, ბრაზი, შიში და ასე შემდეგ არ გვინდა. და ძირითადი ენერგიის წყარო ჩვენ სხეულში არის ემოცია. ერთ-ერთი ძირითადი. ამიტომ თუ შეგვიძლია მათ შორის ნეგატიური ემოციიდან ენერგიის ჩვენსაც არის შიშის ენერგიაც ანალოგიურად, ხო, როდესაც ადამიანს ეშინია საყვარელი ადამიანის დაკარგვის, რა შვება? მიდგება, მოდგება, გაიბრანჭება, კარიერას, ხო ესე, ანუ გაძლევს ენერგიას, რომ რაღაც კარგი ქმნა ცხოვრებაში. იმიტომ წარმატებული ადამიანების ისტორიას თუ წაიკითხავთ, ან ვინმემ გააბრაზა და უთხრა არ გამოგივაო და დაამტკიცა რომ გამოუვიდა, ან შეეშინდა, ან საყვარელი ადამიანის დაკარგვის, ან რაღაცის დაკარგვის მნიშვნელოვანის და შიშით გააკეთა ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა ამას, ხო? ხშირად არის ქალბატონების ისტორიები, რომლებსაც რაღაცა ოჯახის ან უარყოფის შემდეგ საოცარი კარიერული წინსვლები აქვთ, ასევე მამაკაცის ისტორიები, როცა რაღაც მოხდა, უთხრეს რომ არ გამოგივა და მერე სპორტსმენები გახდნენ მსოფლიო დონის და ასე შემდეგ, ხო? ანუ განსხვავება ამ ორ ადამიანს შორის რა არის? ერთი მიდის ტოქსიკურად იყენებს ამ ენერგიას და თვითგანადგურებაში და მათ შორის ირგვლივ მყოფებისგან და მეორე არის რომელიც ამ ენერგიას იღებს და იყენებს თავის სასარგებლოდ. ხედავთ ყველაზე ენერგოეფექტური რომელია? და ბედნიერება, ხო? გამოთქმაც არის ფეხის წვერიდან თმის წვერამდე მახსოვს ფეხბურთის გახსოვთ ერთ-ერთი ჩემპიონატის დროს პრინციპში მოვიგეთ იყო მთელი ერი რომ ქუჩაში გამოვედით და ყანწებით და იმიტომ რომ იმდენად დიდი ენერგია იყო რომ ადამიანის სახში ვერ ჩერდებოდა და მახსოვს შემთხვევა ერთ-ერთი ტრენინგის მონაწილე მიყვებოდა რომ მართლა ინფარქტით ანუ ძალიან ძლიერ ენერგიას მართვაც ჭირდება და სიხარულისგან შეიძლება ადამიანს ინფარქტის შემთხვევაც დაემართოს. ისევე როგორც დიდი ბედნიერებისგან, ასევე დიდი მწუხარებისგან. ასევე მეორე არის სიყვარული, ხედავთ რომ ასევე ენერგეტიკული აქტივაცია, ხა თლად მარტო სიყვარულის იმედად ნუ იქნებით, ყოველდღიურად ენერგია. დრო ბედნიერება და სიყვარული, ხო, ბევრად მარტივია ბრაზის ენერგიაზე და შიშის ენერგიაზე დაჯდომა, იმიტომ რომ სადაც გაიხედავ ყველა ნაბიჯზე, შეხვა Facebook-ზე და ან რაღაცა ისეთი ამოგიხდება რომ გაბრაზდე, ან რამე ისეთი ამოგიხდება რომ ანუ ყველაზე მარტივია ნეგატიური ემოციებისგან თუ შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ სუბლიმაცია და გამოყენება.
ყველაზე ხშირად ბრაზის ენერგია, ვისაც გაქვთ ძალიან კარგია, ისეთი აქტივობები, სადაც ხელებია ჩართული, იმიტომ რომ ხედავთ ხო, ხელები აქვს მაქსიმალურად. ჩვენი ბებია-ბაბუები რო გაიხსენონ, სულ ქსოვდნენ, კარგავდნენ, მიწასთან მუშაობდნენ, სულ რაღაც ხელსაქმეში იყვნენ დაკავებული. რაც უფრო დრო გადის და ტექნოლოგიურები ვხდებით, იდეაში ხო ტექნოლოგიები იმიტომ მოიფიქრეს ადამიანებმა, რომ ცოტა მეტი დრო დაგვრჩენოდა საკუთარი თავისთვის. იდეაში. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა, სარეცხს ჩვენ არ ვრეცხავთ, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს ტექნიკა. ჭურჭელს ჩვენ არ ვრეცხავთ, იმიტომ რომ არსებობს ტექნიკა. ფეხი ჩვენ არ დავდივართ, იმიტომ რომ შეგვიძლია კართან გავაჩეროთ მანქანა. ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით ტექნოლოგიებმა ფიზიკური აქტივობა შეამცირა, რაც ძველ თაობაში აქტიურად იყო ხო, მიწასთან მუშაობა ყველაფერი დაკავშირებული იყო, მისვლა, მოსვლა, ფეხით გავლა და ასე შემდეგ. და რა დაგვიმატა თანამედროვე სტრესორი, რის გამოც ჩვენი ბებია-ბაბუები გაოცებულები გვიყურებენ, რომ რა ვიცი შვილო, შენი ასაკის რო ვიყავი, სიცოცხლით სავსე ვიყავი, რატო ხარ დაღლილი, რა დაგვიმატა თავარი სტრესორი, რაც არც ერთ ეპოქაში არ იყო. არც არის ენერგიის მჭამელი. სოციალური ქსელი. ანუ ჭარბი ინფორმაცია. თუ ვიღაცის გარდაცვალებას ჩვენი ბებია-ბაბუები გაიგებდნენ, როდესღაც ინერვულებდნენ და დამთავრდებოდა, ჩვენ უბრალოდ ერთი ჩასქროლით პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვნახოთ, სად არის ომი, სად დაუნის სინდრომიანი ბავშვის დახმარება ხდება, სად არ ვიცი, ვიღაც გარდაიცვალა, ავტოკატასტროფა მოხდა და ანუ პირდაპირ ვუყურებთ ამას და თან წამის მიასედებში გიგაბაიტობით ინფორმაცია შემოდის ფსიქიკაში. როგორც ჩემი მენტორი იტყოდა, ეს იგივეა, რომ 5 კაციან ლიფტში 100 კაცი ეტენება. იმიტომ რომ ჯერ ფსიქიკა ამისთვის ადაპტირებული არ არის. ანუ ჭარბი ინფორმაცია შემოდის და იცით კიდეც რომ ვისაც შვილები გყავთ ახალ თაობაში, ბევრად უფრო აქტივირებულია მათ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები, სხვადასხვა ტიპის შფოთვითი თუ სხვა ტიპის, რომ ამ ჭარბი ტექნოლოგიური ინფორმაციული ერის ეპოქაში ჩვენი ფსიქიკა ვერ ასწრებს იმ ინფორმაციის და ემოციის გადამუშავებას, რომელიც ამ რაოდენობით მოცულობით შემოდის. და ეს იწვევს მე შესაბამის შედეგებს. მათ შორის ენერგიის წვას, იმიტომ რომ ერთი ჩასკროლვით 20% აღარ გაქვს. ერთი ჩასკროლე 20% აღარ გაქვს და ბოლოს ვერ ხვდებით საწავიდა ჩვენი ენერგია. დაიწყეთ სხეულით ერთი იმიტომ რომ სხეული არის ემოციები არის ენერგია ჩვენ სხეულში და დაიწყეთ სხეულით იმიტომ რომ ბიოლოგიაში როდესაც მასწავლიდნენ მიტოქონდრიას საერთოდ ვერ გავიგე თავის დროზე როცა გავდიოდი სკოლაში ამ გაკვეთილს საერთოდ რას მასწავლიდნენ და მე აღმოვაჩინე რომ თურმე რა საოცარი რამ მქონია თვითონ ჩვენგანს თვითონ უჯრედში გვაქვს ესეთი პატარა ქარხანა ელექტროსადგურები რომელსაც ქვია მიტოქონდრიები რომელიც გამოიმუშავებენ ენერგიას ერთადერთი ენერგია რომ გამოიმუშავონ ჭირდებათ შესაბამისი რესურსი სხეულს რა ჭირდება ძირითადად ჭირდება ჯანსაღი კვება ჯანსაღი ძილი ფიზიკური აქტივობა წყალი ჟანგბადი ხუთი რამე იმისთვის რომ მიტოქონდრია მიფუნქციონიროს იმუშაოს და გამოიმუშაოს ენერგია ეგრეთ წოდებული ATF ხო ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიყვება ყველაზე მოკლე და მარტივი გზა ენერგიის მართვის იცით რომ არის ფიზიკური აქტივობა არ ჭირდება ამას მაინც და მაინც ჯიმში წასვლა და რაღაც განსაკუთრებული ის რა ქვია პროცედურა ეს უბრალოდ შეიძლება იყოს ფეხით სიარულის შემოტანა რომ სხეულმა შეძლოს იმ ემოციის და ენერგიის გადამუშავება ნახეთ კიდეც ხო რამ ხელა ენერგეტიკა აქვს ხელს ხო ყვითლად ანთებული ფერი ნახეთ და ნახეთ ასევე დეპრესიის დროს როდესაც აბსოლუტური ენერგეტიკული გადაწვის დროს ხო დეაქტივაცია იყო ფეხით სიარული არის ყველაზე მარტივი გზა და იცით რომ დღის განმავლობაში ფუნქციურად ადამიანისთვის საჭიროა რამდენი ნაბიჯი 10,000 100 ხო იდეაში თუ გავითვალისწინებთ ჭარბი ინფორმაციის პერიოდს შეიძლება 100-იც გახდა ამასობაში იმიტომ რომ ეს ცოტა ძველი კვლევა 10,000 ნაბიჯი სულ მცირე და სხეულმა გადაამუშავოს ეს ვისაც ფიზიკური აქტივობისთვის უკვე სხეული ანუ დაზიანებულია და თავის დროზე სესხები გადავიხადეთ და ჩვენ ჯანმრთელობით არსებობს ფიზიკური აქტივობის გარდა სხვა გზებიც ეს არის ჰორმონალური პოზიტიური ჰორმონების აქტივაცია ჰორმონალური აქტივაციის აქტივობები ხო მოდი 4 ჰორმონი გავიაროთ და მე კითხვა პასუხისთვის რომ მოვინიშნოთ პირველი ჰორმონი რომელიც გვაძლევს ენერგიას და არა მარტო გვაძლევს სიამოვნების განცდას ეს ის ჰორმონია, რომლის ჭარბი რაოდენობით შემთხვევაში ადამიანის სამსახურში მოდის დაახლოებით შეყვარებული ადამიანის ჰორმონი რა ესე დავარქვათ, იმიტომ რომ ცოტა 2 სანტიმეტრით აწეული მოდი ხარ სამსახურში.
ანუ ხო, განსხვავებით სტრესის ჰორმონისგან ადამიანები ენერგიას ერთმანეთში ვურავთ, იმიტომ რომ ხშირად არის რომ მაგალითად ადამიანი ამბობს რომ ახლა კი გავიღვიძე დაღლილი, მაგრამ რო უნდა მივიდე და ღონისძიება მაქვს სამართავი, ენერგია მჭირდება და უცებ საიდანღაც ენერგია ჩდება. აი ამ საიდანღაც ენერგია რო ჩდება, ამას ვეძახით კორტიზოლურ ენერგიას. კორტიზოლური ენერგია ესეთი არ არის. ისიც ენერგიაა, მაგრამ შფოთვარეა. აი მიხვდებით გვერდზე რომ დაუდგეთ, ანუ ძალიან ენერგეტიკულია. მაგრამ აი რაღაც შფოთვა. ანუ იმიტომ კორტიზოლი უფრო შფოთვარე ენერგიაა, სტრესიც ენერგიაა, უბრალოდ შფოთვარეა. განსხვავებით ამ ენერგიისგან, იმიტომ რომ ენდორფინული ენერგია ისიც ენერგიაა, მაგრამ აი ესეთია რა, ლივ-ლივებ თითქოს ხო, რაღაც უფრო მშვიდია, უფრო ჯანსაღია, უფრო რესურსულია. ამიტომ ხშირად ერევათ, რომ აი დღის ბოლოს ძალიან ენერგიაზე ვარ, რო ამბობს ადამიანი, ხვდები ხოლმე ხა დღის ბოლოს რის ფასად უნდა იყო უეჭველი კორტიზოლი დაგიგროვდა. აბა, ახლა დღის ბოლოს საიდან ხო თუ არც ივარჯიშე, არც ჯანსაღად არ იკვებები, ესე იგი კორტიზოლში, ამიტომ ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ კორტიზოლი რა დაგაძინებს, სიფხიზლის ჰორმონია. ეს ის არის ძილში რომ დენს გირტყავს და საწოლიდან რო გაგდებს, ქონიათ? რაღაცა რო აგაგდებს. საკმაოდ ენერგეტიკული ჰორმონია. და როდესაც ადამიანები მივდივართ და ამ კორტიზოლის ჭარბი რაოდენობით ვიძინებთ, რა ხდება? დილას ვიღვიძებთ დაღლილი, რატო? იმიტომ რომ კორტიზოლი ჭამს მელატონინს, ძილის ჰორმონს. ანუ ფაქტობრივად ძილის ჰორმონი არ გვაქვს და ისე გვძინავს. ეს არ არის ძილი, ეს არის გათიშვა. გათიშვის დროს ენერგიის აღდგენა არ ხდება. ამიტომ არის რომ დღის განმავლობაში როგორც ნაგავს ვყრით, ტელეფონს ვტენით, აუცილებელია პატარა გადატვირთვის კორტიზოლ დეტოქს ვეძახით, გაკეთება რომ სხეულიდან ეს კორტიზოლი გამოიდენოს, ანუ ექსპლუატაციაში რაც დაგვიგროვდა, იმიტომ რომ სანერვილო არ გვაკლია არავის, გვიგროვდება, მარტივია რომ დაგვიგროვდეს. ვინერვილოც სამსახურზე პასუხისგებლობის გამო, ამის გამო, იმის გამო, რომ არ დავიძინოთ მაინც ამ კორტიზოლით. ხშირად ადამიანები პირდაპირ აი გადამწვარი კორტიზოლით სავსე მიდიან და იძინებენ. რაც არ უნდა კონტრინტუიციული მოგეჩვენოთ პირიქით. მაგ დროს კარგია ფეხით გავლა, რაიმე მსუბუქი აქტივობა, თუ სპორტით ხართ დაკავებული სპორტი, თუ არა, ეხა ალტერნატიული აქტივობები იქნება ეს ხატვა, ცეკვა, ცურვა, ძერწვა, ნებისმიერი რამ, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში უკვე ბევრი საუნდ ჰილინგი, არომათერაპია, იმდენი ახალი ტექნოლოგიებია, რომ თუ ადამიანს უნდა ენერგიის მართვა, აუცილებლად იპოვით ამ გზებს. საიდან მივიღოთ ენდორფინი ხედავთ ეკრანზე? ყველაზე მოკლე გზა ენდორფინის მიღების, მე არ ვიცი თქვენ რაზე გეცინებათ, მაგრამ მე პირადად თუ ხვდები რომ იმ დღეს ძალიან ბევრი მომივიდა ენერგიის ხარჯვა, ჩემი ყველაზე მოკლე გზა ენერგიის აღდგენის, ეხლა თქვენთან სანამ მოვიდოდი, კოფილაპში ვიჭექი და იქაც მეთქი ენერგია ხომ მჭირდება და 112-ის ჩანაწერები. რამდენჯერაც არ უნდა მოусმინო, ჩემთვის სასაცილოა. ისედაც უამრავი მემი, უამრავი აუდიო, სასაცილო ქართველებს რაც არ გვაკლია არის იუმორი, მოდი გულწრფელად ვთქვათ. მე მახსოვს პანდემიის დროს ისეთი საოცარი მემები იდებოდა, რომ უნდა გვეტირა თუ უნდა გვეცინა, კვდებოდი სიცილით, რა გვეცინებდა, არ ვიცი, მაგრამ ქართველებს ძალიან კარგი საშუალება გვაქვს იუმორში მოვინელოთ სტრესორები და აი ესეთი გვერდები, სადაც სახალისო რაღაცები იდება, რაღაცები ამომიხდა და მე მანქანაში ვიჭექი ვიღაცას ეგონა ალბათ ეს ვერ არისო, ვიცინოდი კვდებოდი სიცილით, რომ ანუ უფასოა ყველაფერი, რაც ფსიქიკას და სხეულს ჭირდება, უმრავლესი ტექნიკები არის უფასო. ფეხით გავლა უფასოა. საკვები ხო, საკვებზე რა გითხრათ, მაგრამ არის რაღაცეები შეეხო. აი იუმორი ხო სასაცილო ვიდეოების, არ ვიცი, ძველ დროში ეს იყო 90-იანებში ანეკდოტების მომყოლი თუ ყავდა ერთი ადამიანი მაინც გადარჩებოდი, იმიტომ რომ ვიკრიბებოდით და ანეკდოტები. ხო, კიდევ ერთი ენდორფინის წყაროა ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერი სახის სახლის დალაგება იქნება, ფეხით გავლა იქნება, ჭურჭლის რეცხვა იქნება, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს იცით რომ გამოიყოფა ენდორფინების ჭარბი რაოდენობა და იცით რომ ენდორფინი რასაც იწვევს, ნახეთ კიდეც ამცირებს ქრონიკულ დაღრილობას, დეპრესიის ნაკლებია შფოთვა, მეტია ეს მსუბუქის განცდა, მძიმე აღარ ხარ, ლოდები აღარ გადევს კისერზე და გეძლევა საშუალება რომ ცოტა ამოისუნთქოს ფსიქიკამ და სხეულმა. ეს არის ენერგიის წყარო. რომელს იყენებთ ხოლმე ჩამონათვალიდან? ყველას. ხო, ჩინური ნემსოთერაპია მე მგონი საქართველოში ესეთი აქტუალური არ არის. ხა აქ არის კვლევების მიხედვით, რაც დიდი რაოდენობით.
უმრავლესობას. შემდეგი არის დოფამინი, ასევე იცით რომ ეს არის მოტივაციის ჰორმონი და ძალიან ხშირად შეგხვდებათ ალბათ ვიდეოები უხარისხო დოფამინზე, იმიტომ რომ სკროლვაში რატო ვართ მიჯაჭვული. იმიტომ რომ ძალიან სწრაფ, მაგრამ უხარისხო დოფამინს ვიღებთ და მე უარესი ხდება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად სკროლავ, კიდე უფრო ცუდად ხდები და ბოლოს ვერც თავს ვენავებ, თან ენერგიაც არ გაქვს და აი იგივე შაქრის გავლენა როგორც არის, ხო რაღაც ტკბილს რო შეჭამთ იმ მომენტში. მაგრამ ცოტა ხანში იწყება გლუკოზის ეფექტი, ანუ კარგავ ენერგიას, ხო? იგივე ესა უხარისხო დოფამინი. ხარისხიანი დოფამინი აქვთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჰობი. არის ვიდმე ჩვენთან, ვისაც აქვს ჰობი. რა ტიპის, მაგალითად? ეს ჰობი ის არ არის, წელიწადში ერთხელ რო გაგვახსენდება შვებულებაში, არა. ეგ ჰობი არა. აი რაღაცა, რასაც რუტინულად აკეთებთ, რა არის? სურვა, იოგა, ხატვა. სიმღერა ვინ თქვა ვამღეროთ? არა? ხო, ანუ ადამიანებს ვისაც აქვთ, იმიტომ რომ ხშირად არის სამსახურში ზოგჯერ ჩვენ არ მუშაობთ ისეთ სამსახურებში, რომელიც ჩვენი აი პერსონალურად შენია, ხო? იმიტომ რომ გჭირდება ფინანსური შემოსავალი. ეგ არნიშნავს იმას, რომ პარალელურად ადამიანს არ უნდა ქონდეს ჰობი. მაგალითად, ბევრი кейსია, როცა სამსახურში ადამიანი მუშაობს ფინანსურ მენეჯერად, მაგრამ საღამოს კვირაში ერთხელ კლუბურ მუსიკას უკრავს ერთ-ერთ კლუბში. ანუ კლუბში რა თქმა უნდა ფინანსური შემოსავლის გამო არ უკრავს, რატო უკრავს? იმიტომ რომ მისია მოსწონს, ბედნიერია, დიდი რაოდენობით დოფამინს იღებს. მე პირადად იყო პერიოდი ლაშქრობებიდან. ერთ ლაშქრობაში რო წავიდოდი, მაგალითად, ჩავიკლდების ტბაზე, მოვკვდებოდი, გავწყდებოდი, ვივლიდი, მაგრამ 6 თვის ენერგიას მაძლევდა. არ ვიცი რომ ბუნებაში, ვისაც რაჭაში, ლეჩხუმში, სადმე მთაში სახლი გაქვთ, ერთი კვირა ისვრებ 6 თვის ენერგიას გაძლევს. ვინც ვერ გავდივართ ბუნებასთან კონტაქტში, იქ 2 კვირა კი რა 10 კვირა რო დავისვენოთ, იგივე ენერგია გვაქვს, რომ ბუნებას მიწასთან მუშაობას თავისი ენერგეტიკული გადატვირთვის ფუნქცია აქვს. აქედანაც ალბათ იყენებთ რა, ძირითადად ჰობია ხოლმე, რაც გვეხმარება. შემდეგი არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ხოლმე აფთიაქებში, მათ შორის ავერშიც. ანტიდეპრესანტები სხვადასხვა კატეგორიას, რა თქმა უნდა, მით რა ქვია, რეცეპტით. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ბუნებრივი ანტიდეპრესანტი ბუნებრივადაც მივიღოთ, ეს არის სეროტონინი, ჰორმონი, რომელსაც იქ მედიკამენტები, როცა უკვე ჩვენი ფსიქიკა ვეღარ გამოიმუშავებს, დავახმართ ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ძილი, ამიტომ არის ძილი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მენტალური ჯანმრთელობის. ოღონდ ბევრი ძილი არა. ჯანსაღი ძილი, რომელიც არის სადღაც 11 საათიდან დილის 7 საათამდე პლუს მინუს, როცა ფსიქიკას აქვს შესაბამისი რაოდენობის მელატონინი, იმიტომ რომ ხა დილის შუა დღის 2 საათამდე რო გძინავს, იქ ენერგიის აღდგენა არ ხდება, იქ სხვა პროცესებია, იმიტომ რომ მელატონინი არ გვაქვს და გძინავს. თუ მელატონინი არ გვაქვს და გძინავს, იქ ენერგიის აღდგენა, იქ პირიქით ხდება ენერგიის ეკონომია, იმიტომ რომ რო გავიღვიძებთ, ფსიქიკა ხდება, რომ კიდე რაღაცებზე უნდა ვინერვიულოთ და ძილს გვაბრუნებინებს, რომ არ გავიღვიძოთ, არ ვინერვიულოთ. სეროტონინის წყარო არის ბუნება, აგერ ვახსენე, მედიტაცია, ფიზიკური აქტივობა ყველგან არის, მზეს D ვიტამინს უფრო ვიტყოდი, იმიტომ რომ მზის ხილები და D ვიტამინის რკინის საჭიროება, რომლიდანაც მერე სეროტონინის გამუშავება ხდება. და ბოლოს ეს არის სიყვარულის ჰორმონი ოქსიტოცინი, ეს ის ჰორმონია შეყვარებულებს, რომ ვერ აგლეჯენ ერთმანეთს და ხელჩაკიდებულები რო დადიან და რო ეუბნებიან ხოლმე. კარგი შვილო, გაუშვი ხელი, არავინ არ წაგართმევს. იგივე მაგალითად ოქსიტოცინი, ჩვილები, ვისაც გყავთ შვილები ძუძუთიკვების დროს, დედას რო ვერ აგლეჯენ ბაურს და წებოსავით მიწევეული. წებოს ვეძახით ხოლმე ოქსიტოცინს, სიყვარულის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება, ჩამონათვალს ხედავთ, გამომუშავდება ჯანსაღი ურთიერთობების დროს. ოღონდ ყველა მეგობრებთან ყავის დალევა არ არის ოქსიტოცინი. იმიტომ რომ ყოველთვის ჯანსაღი ურთიერთობებს აქვს თავისი კრიტერიუმი, ჯანსაღია ურთიერთობა, თუ მეგობართან როგორიც ხართ ისეთი ხართ, ხო? მაგალითად, თუ მე მეგობრობ თქვენ სახელი? ნინოსთან მეგობრობ, წავედი ნინოსთან, იმიტომ რომ კორტიზოლ დეტოქსი მინდა გავაკეთო და ცოტა ენერგია ჩავასხა და ნინო მეუბნება რა არის, მაია, რა მოღუშულ ხასიათზე ხარ, სხვებს ასწავლი ბედნიერებას და შენ რანაირად დადიხარ. ანუ თუ მე ნინოსთანაც, ანუ მეგობართანაც თამაში მიწევს და ემოციური მაკიაჟი, რომ რაღაცა, ესე იგი იქ არანაირი ენერგიის ჩასხმა არ ხდება, პირიქით იქიდან კიდევ უფრო დაცლილი ენერგიით ბრუნდები უკან. ჯანსაღი ურთიერთობა არის ურთიერთობა, სადაც როდესაც მიდიხართ, როგორიც ხართ, ესეც გიღებენ. უპირობო მიღებას ვეძახით. ვისაც შინაური ცხოველი ხელი აიწევთ, რომ ძაღლი ყავდა თან კატა,
გილოცავთ, იმიტომ რომ სახლში როცა მიდიხართ და გხვდებათ ძაღლი, ვინც არ უნდა იყოთ, დაღლილი, არადაღლილი, ლამაზი, მახინჯი, ჭკვიანი, სულელი, ყველანაირი უხარი ხართ თქვენს შინაურ ცხოველს, ხო? ანუ უპირობოდ გიღებთ, ამიტომ ძალიან ხშირად ბევრი კვლევა წამიკითხავს, სადაც შინაური ცხოველები როცა ყავთ ადამიანებს, მათი დეპრესიის, შქოთვის და სხვა სიმპტომების რაოდენობა მცირდება, იმიტომ რომ ვიღებთ აი ამ ოქსი. ზოგჯერ ადამიანებისგან უფრო ნაკლებად ვიღებთ, ვიდრე ცხოველებისგან. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ თავსაც უპირობო მიღებას რო ვერ ვაძლევთ, სხვასთან უფრო რთულია. ეს არის ძირითადი 4 ჰორმონი, რომელიც ენერგიის წყაროა, რაღაცებს გადავახტები. ძირითადად 4-ვე იცით, რომ არის ბედნიერების ჰორმონი და 4-ვე გამომუშავდება ჩვენს სხეულში. სხეულმა რომ ეს ჰორმონები გამოიმუშაოს, უბრალოდ ჭირდება თქვენი დახმარება, მიაწოდოთ საჭირო რაოდენობის წყალი, რომ ქარხანა მიმუშაოს, წყლის მიღების რუტინა გქონდეთ, ზაფხულში ცოტა მეტი წყალი, ყველა ექიმი ალბათ ამას გეუბნებათ, ჟანგბადი, სადმე უნდა იპოვოთ თბილისში ჟანგბადი. ბოტანიკურ ბაღში მე იქ ვპოვობ, იმიტომ რომ მე მგონი ლისზე აღარ არის, ხო? ლისზე აღარ არის ჟანგბადი. ბევრი სუნთქავს. ეს არის ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, რაიმე ფორმით ფიზიკური აქტივობა, წყალი ვთქვით, წყალი, რაღაცა საკვები, სწორი კვება, ჯანსაღი კვება, რომ სხეულმა იმ ნივთიერებებისგან, რომელიც შეიცავს რაღაცა რკინას, ან რაღაც მსგავს ნივთიერებებს, შექმნას სეროტონინი, დოფამინი, იმიტომ რომ მოწმენდილცაზე ჩვენი სხეული ჯერ ვერ მოიგონეს, რომ შექმნას ეს ჰორმონები, ამიტომ მე ხელოვნურად გვიწევს მიღება. ეს 4-ვე ჰორმონი, რადგან ბედნიერების ჰორმონია, ბედნიერების განმარტებაზე ვიტყვი, ბედნიერება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მაქვს, ან ყველაფერი გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ იმის მადლიერი ვართ, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ანუ ხედავთ ამას და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნიკა, ამას დიდხანს არ გავჩერდები, არის მადლიერება. ყველა კვლევა, ოქსფორდის, კემბრიჯის, რა ვიცი, თუ კი რამე კვლევა ჩატარებულა, ბოლო პერიოდში ალბათ ყველა, სადაც კვლევას ნახავთ, ყველგან მადლიერება წერია პირდაპირ გარკვევით, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მადლიერების უნარი, რომლებსაც შეუძლიათ, რომ დაინახონ მათ ცხოვრებაში, რაც აკლიათ კი არა, რაც ამ ეტაპზე აქვთ, მადლიერება საკუთარი თავის მიმართ, ადამიანების მიმართ, სამყაროს მიმართ, უფლის მიმართ, რა ვიცი, ქვეყნის მიმართ, ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში ისინი დიდი რაოდენობით იღებენ 3 ტიპის ჰორმონს: სეროტონინი, დოფამინი, ოქსიტოცინი. მე პირადად რადგან ამაზე ვსაუბრობ, უკვე 5 წელია მადლიერების ჟურნალს ვაწარმოებ და ესეთი ტექნიკა მაქვს, შეიძლება გამოგადგეთ, ჯიბეში ჩაიდეთ. ნებისმიერი მანქანით მოძრაობის დროს იქნება ეს ავტობუსი, ტაქსი თუ მანქანა, თუ შემხვდება მანქანა სერიით 777, ბევრია საქართველოში, ვიწყებ მადლიერებების, რისთვის ვარ მადლიერი გახსენებას. ანუ თამაშის ელემენტი მაქვს. თითქმის ყოველ დღე არ გავა დღე, რომ 777 არ შემხვდეს, ამიტომ დღე არ გავა, რომ რაღაც მომენტში არ გამახსენდეს, რისთვის ვართ მადლიერი ამ ეტაპზე, რა ეტაპზეც ვართ. ეს არის უფასო სეროტონის, დოფამინის და ოქსიტოცინის წყარო. პრინციპში ენერგიის მართვა რო შევაჯამოთ, საბოლოო ჯამში დგას თვითზრუნვაზე. ანგარიშზე რამდენი გაქვთ ენერგია უკვე იცით და დანარჩენი ახლა შვებულებების პერიოდი მოდის და ალბათ თქვენ იცით გადაავსეთ ჯობია სესხის აღების ნაცვლად ანაბარზე დადოთ თანხა. ანუ მეტი ენერგია, რომ ეს მე ანაბარზე დადებული თანხა ორმაგად დაგვიბრუნდეს. მადლობა ყურადღებისთვის. მე ცოტა დროში მეგონი ძალიან შეზღუდულები არ ვართ, მაგრამ ბევრი საშუალება არ გვაქვს. ამიტომ მოდი 5 კითხვა გამოვხოთ და თქვენ კიდეც როგორც ხედავთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ მანია, პირველ რიგში თქვენი ენერგიისთვის, რომელიც ძალიან გადამტები იყო. 112-ის ჩანაწერები. მანქანაში. რა შეიძლება ჩემს ბალებს, ეხლა გადავხედე, ესე იმდენი ბალი მქონია, რომ უკვე საკუთარი სკოლიდან გამომასახლებელი სახელია, რომ ასახლებენ ისე. და კითხვა მაქვს, თუ არის კარგი ტექნიკა, რომ შევძლოთ, მაგალითად, აი ეს ბალები დოზირებულად რო ავიღოთ. ანუ იმაზე მეტი არა, ვისი გადახდა შეგვიძლია. ანუ რაღაცა ცოტა რომ ელექის ჩანს უბრალოდ სამის დაფარვაზე და მე ისე სტრესში არ ჩავარდი. ვალების აღებას ანაბარზე დაგედოთ თანხა. ხო. ანუ აი რა საინტერესოა, ხო, ჩვენ გვაქვს ესეთი კულტურა, რომ
ჯერ უნდა ვამუშაოთ ჩვენი თავი, ბოლომდე გავწუროთ, მოვიხმაროთ ფსიქიკა და სხეული და მერე ჩავასხათ ენერგია. რა იქნებოდა თუ პირიქით შეხედავდით და თუ იცით, რომ მომავალი კვირა ძალიან მძიმე გაქვთ, წინასწარ ჩასხავთ ენერგიას. ვალის აღება შემცირდება. ანუ თუ ვიცი რომ მომავალი კვირა ძალიან მძიმე მაქვს, ანუ წინა კვირას, ხო ვიცი რომ უნდა დიდი რაოდენობით რამდენად შემიძლია რომ წინა დღეს ჩავასხათ ენერგია. იმიტომ რომ აი მაგალითად ეს არის მოგონი ქაღალდის ჭიქა. თუ ცარიელი ქაღალდის ჭიქას ცეცხლს წაუკიდებთ, წაიკიდება, ხო ესეა, დაიწვება, ანუ სტრესში რა მოუვა. ცეცხლი რო სტრესი იყოს, გადაიბუგება, გადაიწვება. მაგრამ თუ წყლით სავსე ჭიქას ცეცხლს წაუკიდებთ, ვერ დაწვავთ. იგივე ადამიანის შემთხვევაში, თუ ადამიანი რესურსულია, არ გეგონათ რომ ენერგიის მართვა ნიშნავს რომ პრობლემები არ მაქვს და აღარ ნერვიულობთ და სტრესი არ როგორ არ გვაქვს, მაგრამ არ ვიწვევით. არ ვიწვევით, იმიტომ რომ როცა სისტემაში ენერგია არის, სესხლის აღებაც არ ჭირდება და აღარც იწვება, მაგრამ თუ ცარიელ ჭიქაში ენერგია არ არის და სტრესი მოდის, ის მერე იმ გადაწვის შედეგებს გვაძლევს. ანაბარზე გადადება თანხის არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ აი შევხედოთ ჩვენ თავს, რომ აი ხა იმიტომ ხშირად ეხლა შესვენებაზე მეუბნებოდა ერთ-ერთი ადამიანი, რომ როდესაც ვისვენებო დანაშაულის განცდა მაქვსო. ამ დროს დასვენება არის ენერგიის აღდგენის მთავარი მექანიზმი, ეს არის პასუხისმგებლობა რაღაც კუთხით, რომ სავსე ჭიქიდან ბევრად რესურსულები ვართ ხო შვილებთან, სამსახურში და ასე შემდეგ, ნაკლები სესხი გვაქვს გადასახდელი მომავალში. ამიტომ შეხედეთ ესე, რომ ენერგია მეტი დადოთ, ვიდრე მოიხმართ. იმიტომ რომ თუ მეტ ენერგიას დებთ, ვიდრე მოიხმართ, სტრესი ყველგან არის, მაგრამ ადამიანს არ ეთყობა, ცვეთა არ ხდება, ხო? არ გეთყობა, იმიტომ რომ უმკლავდება სხეული, ფსიქიკა და არ ჭირდება სესხების აღება. როგორ და რანაირად ჩაუჯექით, აი თქვენი ქულები შეგიძლიათ ჩაუგდოთ ChatGPT-ის, Gemini-ის, ნებისმიერ ჩატს და გაგიანალიზებთ და დეტალურად გეტყვით სტრატეგიას. თავრე იპოვოთ თქვენ რას გაძლევთ, რომ მე მაგალითად იოგაზე დავდიოდი 1 წელი, ვიძახდი ალბათ ჩემშია პრობლემა თქო, იმიტომ რომ არ მაძლევდა ეს იოგა ენერგია, ან იმდენ ენერგიასაც არ მაძლევდა. მე სულ შემთხვევით, იმიტომ რომ მოდას მივყვებით ხშირად, არც კი ვიცით რეალურად რა გვაძლევს ენერგიას, არ ვიცნობთ ჩვენ თავს. მე ძალიან შემთხვევით, რაღაც შემთხვევითი არა შემთხვევითობით მოვხდი ბოქსზე. აღმოვაჩინე რომ 45 წუთიანი ბოქსის სესიიდან ჩემი ელემენტით რო გადმოდივარ, 1 კვირის ენერგიას მაძლევს. იოგა მაძლევდა 9 დღის ენერგიას. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება ამხელა აქტივობა მოგცეთ 1 კვირის ენერგია და ვიღაცამ 1 კვირა წავიდეს დასასვენებლად და ჩამოვიდეს იქიდან დაღლილი. იპოვეთ პატარ-პატარა წვრილ-წვრილი აქტივობები, რაც თქვენ კონკრეტულად, იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება არ აძლევდეს, გაძლევთ ენერგიას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა გვაძლევს. უცებ რომ ვიღაცამ 15 წუთი მოგცეთ და გითხრათ რომ დაისვენე, არც ვიცით იმ 15 წუთში რა გავაკეთო, ხო და მე ენერგიები გეშლება და მაინც რაღაცას აკეთებ, ხო? ჩამოწერეთ 15 წუთიანი პატარ-პატარა, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი არ არის ადამიანი, რომელიც მილიონს იგებს ლოტარიაში. ბედნიერი ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატარ-პატარა წვრილ-წვრილი, მოკლე პატარ-პატარა რაღაცებისგან იკაიფოს. ყავის სუნისგან, წყლის დალევისგან, აი ძალიან პატარ-პატარა წვრილ-წვრილი რაღაცეებით. აი ესეთი რაღაცები იპოვეთ. დაფიქრდით რა გაძლევთ დიდი რაოდენობით ენერგიას მცირე დროიანი აქტივობის პირობებში. არ მიბაძოთ სხვებს, არავის არ დაუჯეროთ, არც ვინც გეუბნებათ რომ მე ხატვა მაძლევს ენერგიას, ვინც თქვენ ინდივიდუალური ხართ, ყველა ადამიანს თავისი ენერგიის წყარო აქვს. შემდეგი მეგობრებო, ვინმეს კითხვა ხომარავს. კითხვას ველოდებით. თქვენი ხარ მოვაწყდეთ. საჩუქრები გვინდა უკვე. მადლობა პირველ რიგში რა თქმა უნდა. ჩემი შეკითხვა ეხება შფოთვასთან დაკავშირებით. რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ თერაპიად, როდესაც ადამიანს განსხვავებული აქვს ამავება ყოველდღე ამავება. თუ ილუზორული საერთოდ პრემიუმ კლასის ენერგიას მივადექით საზრისი, ხო? ყველაზე ესეთი ადამიანური, რაც ცხოველებისგან საზრისის განცდა. შფოთვა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ენერგია და ეკრანზეც ხედავთ, რომ შფოთვა შიშისგან განსხვავებით, შიში ოხერია, ხო? რაღაცას გაგაკეთებინებს, მიდგები, მოდგები, რაღაცას იზავ, რო გეშინია, სამსახურის დაკარგვისას აყვარელი ადამიანის და რაღაცას იზავ. შფოთვის შემთხვევაში თუ შეხედავთ, ფილტვები ჩართულია.
აშფოთვითაშლობი ვერ სულ თქვა, არ იცი რა ხდება, რაღაცა ხდება, მაგრამ და რო ეკითხები ადამიანს, რომ აი რა გჭირს, გეუბნება, რომ რაღაცა მჭირს, მაგრამ არ ვიცი რა მჭირს. ეუბნები, აი რა გინდა, რაც გინდა, იმას მოგიტან. რაღაცა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა მინდა. როგორ ახარ ეკითხები. აი რაღაცნაირად ვარ, მაგრამ არ ვიცი როგორ ვარ, ხო? რატო? იმიტომ რომ შფოთვა ერთ-ერთი ტიპი შფოთვა ძალიან შორს რო არ წავიდე, ხშირად შფოთვა არის დაბლოკილი ემოციების დიდი ქვაბით წარმოქმნილი. მაგალითად, იქ წყენა დაუბლოკე, არ გამოვხატე, იქ ბრაზი რო ვინმეს არ ტყენოდა, არ წყენოდა. იქ სიხარული დაუბლოკე, იმიტომ რომ ვინმე მაჟიტირებულად არ ჩამთვალოს. იქ სიყვარული დაუბლოკე, რომ ვერ გაიგონ, რომ მომწონს ვიღაცა. ნებისმიერი ემოცია, პოზიტიური თუ ნეგატიური, რომელსაც ჩვენ ვერ ვასწრებთ გადამუშავებას, ანუ გასხეულებას, ესე ვეთქოდი, რეალიზაციას, დაბლოკილი ერთ ქვაბში იღრება და ეს ათქვეფილობა, იქ წყენა, იქ ბრაზი, ეს ყველაფერი ქმნის შფოთვას. ამიტომ არის, რომ როცა ფსიქიკას ეკითხები, რა მჭირს, ვერ გეუბნება, რომელი ერთი გითხრას, ნიკოლოზმა რო გაგაბრაზა, ეგ გითხრას, ნინომ რო გაგახარა, ეგ გითხრას თუ რა გითხრას. თანამედროვე სამყაროში შფოთვა დიდი რაოდენობით არის. რატო? იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ ემოციურ გადამუშავებას. ამიტომ ხელებს და ფეხებს თუ შეხედავთ შფოთვის დროს, ცისფერია, ენერგეტიკული დეაქტივაცია. შფოთვის დროს არაფრის გაკეთება არ გინდა, საერთოდ არაფერი არ გინდა. შფოთვის შემდეგი ეტაპი რა იქნება? სევდა. ხედავთ ხო? ყვითელი თუ ჩაქრა და მერე უკიდე ბოლო ეტაპი თუ იქაც არაფერს არ შვებით, მერე მივდივართ ეგრეთ წოდებული დეპრესიის მსგავს მდგომარეობას და როცა საერთოდ აზრი არ აქვს არაფერს. ყველაფერი აზრის კარგავს. ამიტომ რეკომენდაცია შფოთვაზე ერთი არის პროფესიული, ანუ თერაპიული ჩარევა, რომ გავიგო, რომ საიდან მოდის ეს შფოთვა, იმიტომ რომ ესე ტვინით ვერ მივხვდებით შფოთვა ისეთია. შიშის დროს მივხვდები, რომ ეკითხები, რის გეშინია ნიკოლოზ, გეტყვის ძაღლის. ბოლო-ბოლო მოაშორებ, მაგრამ შფოთვის დროს ვერ ამბობ. რას დაემალო, არ იცი. ძალიან ბუნდოვანია. ამიტომ პირველი არის თერაპია, რომ გავიგოთ, საიდან მოდის ეს შფოთვა, ანუ რა და მეორე არის თუ ესეთი ფუნქციური შფოთვა, ყველაზე კონტრინტუიციურ რაღაცას ვიტყვი, შფოთვის დროს მიუხედავად იმისა, რომ ხელფეხი დეაქტივირებულია, დაიწყეთ რაღაცის კეთება. უბრალოდ სკამიდან მაინც ადექით, თორე ისე შეიძლება ჩაგითრიოთ, რომ ძალიან რთულია მე იქიდან გამდა. რამის კეთება დაიწყეთ. თუნდაც 5 წამის წესს ვეძახი, ხო? 5-დან უკუღმა ერთამდე დაითვალეთ და რამე ადექით, რაღაცა საჭმელი გაამზადეთ, რაღაცა მაინც გააკეთეთ, იმიტომ რომ იცი შფოთვა მერე შინაგანი ჩახარშვა ამ მდგომარეობაში. მთავარი რეკომენდაცია საზრისზე არის ვიპოვოთ, სად დავკარგეთ. რომ ადამიანების სამყაროში მოვდივართ, რომ ცოტა რელიგიურ მაშინ კი წავალ, მაგრამ ღმერთის ხატად და სახეთ, რახან მოვდივართ, რახან ვართ სამყაროში, ესე იგი რაღაცა არსი მოყვება ყველას. რაღაც საზრისი გვაქვს. უბრალოდ ზოგჯერ სამყარო მშვენიერია, კარგი იუმორის გზნობა აქვს და ზოგჯერ სადღაც დავკარგავთ ხოლმე, აი რისთვის ვარ, რა ფუნქცია მაქვს და თერაპია, ფსიქოთერაპია კარგი გზაა, რომ ვიპოვოთ, სად დავკარგეთ, რა დროს, რა მოხდა, რომ გადაგვავიწყდა, სად ჩაიმარხა ჩვენი საზრისი. ეს რეკომენდაციის სახით, თუ დაგეხმარებათ. მადლობა კითხვისთვის. ეს ფეხბურთელები ვიწრო ყავს უკან. ძალიან დიდი მადლობა მაიკო, უხობესი და უდიდესი მადლობა ძალიან. საჩუქრების დროა. ამაზე ხოდა მე თანხმება, რომ